დღევანდელი ჩვენი სტუარია ვახტანგ ბოლოთაშვილი, მაგრამ მისთვის ბოლო არ იქნება. ეს მინდოდა შენი ხმრობით დამეწყო და ვერ გავ. დღევანდელი ფუ პოდკასტი პირდაპირ ეთერშია ისევ რა თქმა უნდა, ულამაზესი წამყვანი ესეთი მთავარი გიორგი კალატოზი და მისი მონამორჩილი გიორგი მახარაშვილი, იგივე საეჭუკაც, იგივე მახარა. და ჩვენ გვინდოდა ამ ფუ პოდკასტში מחარ გავუფხილოთ მაყურებელს, რომ აი ცოტა რაღაც ყვითელი პრესიდანაც მოგვეწვია ადამიანი და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ყველასათვის საყვარელი ხრაშუნა ადამიანი. კი ბატონო, რომელსაც ძალიან ეპატაჟური შეკითხვები აქვს ხოლმე, ვახო ბოლოთაშვილი. აუ, გიას რამეაშვილი მოვიწევ. დრო დაინიშნა, ნახე რომ რამდენ ხანში დავილაპარაკო და კაცადე. არა, გიას რამეაშვილი მოვიწევ. აი, ისე ვერ მოვკვდები რომ გიას არ ვთქვა, რომ გაჩერდი გია. ხო და მაფოლოებს და სულ მილაიქებს ვიდეოებს, ხო და. ხო, გამარჯობა. ეხლა 23 წამი რაც ჩავხტე იმის მერე რა. ბიჭო, რეკორდი არის ხოთა შორის. თითქოს არ გავასტანო თქვენმა პროჭაობამ. სხვანაირად დავიწყეთ. აი ხა. რაღაცა დებილი ხუმრობით დაიწყდა, აბა ამიხსენი ხა ბოლო რაღაც დებილი ხუმრობით დაიწყდა, ამიხსენი აბა. ყველა დებილი ხუმრობის ახსნას თუ მოთხო. ო არა, გადაცემა გამოვა 2 საათი. რატომ არ მოყავს კალატოს ცოლი? ყვითელი ხო ყვითელი უნდოდა? და სკამის სორფერში ჩაჯექი. ნუ მურღულია დაიწუნა. აჰა. იცი რა, მანიუ მურღულია, რო თქვა რომ კალატოზიო, კალა ელოდება მანიუ როდის მიწერს. კალა კი არის კადრეს მიწერას რა, ელოდება. თან ამოწევს ხოლმე, ხო იცი გახსნის მანიუ ჩაც. მაშინ დამთავრდა მე და კალას ურთიერთობა, აი მაგის მე რომ კალას მიწერილ ყოფს ყმანოსთან გამარჯობა მანუ. აი ძაცუდია. დღეს მაფიაზე მაგრა ითამაშე. აუ არნო მეწერა. რა, კალა ელოდება კლონებს. ეგრევე რომ მიწერო, მანუ რაცა თქვი ჩემზე, მაგის თაობაზე ხდება. ჰეი, როგორ დაიწყეს? მაგის თაობაზე ხდება, არა, გაწუხებ. გაცნობისაძე ვეძე, იცი რა, ტინდერ ჩაწერს და მანიუსახთან დადგება რა, 1 კილომეტრში. სად მანუ მურღულია და სად გიორგი კალატოზი შეჩემ. შემოსავლით თუ საზღვრაო, სად მანიუ მურღულია და სად გიორგი კალატოზი. ნიჭით, სად მანიუ მურღულია, სად გიორგი კალატოზი. აბაჭა. ნიჭი. ანუ შეიძლება რომ მანუ მურღულია უფრო ნიჭერია გიორგი კალატოზზე? უეჭველი. ჩვენი შემდეგი სტუმარია მანუ მურღულია, რო იცოდე მაყურებელმაც რო იცოდე. ხო. აუ თქვენი გადაცემა არის ვაფშე. ანუ იტყვის ესე იგი რაც მიმწერე, იმის თაობაზე გაწუხებთ და რაღაც. გეხვეწები, მანიუ მურღულია რომ მოვა, კალატოსთან ჩატი შეამოწმე. მანიუ როგ ანახო შენი და კალატოზის ჩატი და აეხადოს ფარდა ყველაფერს რა. რა ძაღლი რო ყავთ და ვაიმე ჩემი ძაღლი და აჩიკო გააჩმენინე სტუმარს ამას ჩემი რომ გაჩერდეს. ძაღლი იცი გოგუებმა იცი ხომ რა იცი რომ ნახე არა მოიცერთ აცადე ძაღლის ფოტოსა გიგდებენ ვითომ და კერძზე უწევს ძაღლი და სენდვიჩი კერძს გიჩვენებს რა რო აი შეჩება ვინებთანგან კონტაქტი მოკლედ ვახოს მოწვევა ბოლო წუთის ამბავი იყო რა გუშინ კალას მივწერე რომ მეთქი აი რაღაც ემერჯენსი სტუმარი უჭირდა კალამ შემომთავაზა რომ ვახო არ ყოფილა ახალ პოდკასტში და მე მგონი ნანობს რომ შემომთავაზა ვახოს მოწვევა ნანობს თუ ნანობს კალა ნანობს და ვახო ნანობს გაიგე ეგრე ვიწოდებს ხალხს შენ შეგაქო მანიუმ რა რომ ერთადერთია ვინც სწორად ამობს ჩემს სახელსო. აი იმიტომ რომ მაჯვა და მაფუთხა რაღაც მაფიაზე ნანო დაუძახე თუ მანონი თუ რაღაცა. მანიუ. მისეთი დამაჯვა რომ ისე მანიუ ჩამის. მაგის გავა მეც მომხვდა სხვათა შორის. ო და არა შენ გაიწკიპე და მე იმენა დამეჯვა. ალას რატომ მოყავს ცოლი თუ იცი შენ გეუნები. რაღაცის თქმა უნდა ათქმა. არა მაინტერესებს შენი აზრი მაინტერესებს. ბოლოთ არის ერთ-ერთი ადამიანი ვინც მოვიდა და ამის რაღაც ამოიჭრა უკვე და מחარასი არა ანუ რაღაცები ლაპარაკა. რა ამოიჭრა? ანუ ეხლა რაღაცები ამოიჭრა უკვე. აბა რა კალა აბა რა ამოიჭრა რა თქმა უნდა ამოიჭრა. იმიტომ არ მოყავს რომ გიორგის ძევნა გავითარდეს და ბევრი აქვს წინ და შეიძლება ხელი შეუშალოს მისმა დაოჯახებამ და მე შეიძლება ბავშვიც. არა, კალას იმდენად უყვარს თავისი თავი, რომ არ მიაჩნია, რომ ისეთი მაგარი გოგო არსებობს, რომ ამას ეკადრება და აი თავის თავი ვასწრება. შენ ამდენი წლის ხარ ბოდიში. ეწუთი რა. შენ ბინა გაქვს 2. და მე მამაჩანთან ერთად ცხოვრობ ქირით და ხო რა იმ ხიცახს ბინას ეძახი შეჭება? ბიჭო, ქალს ხო შეიყვან. ანუ ქალს ხო შეიყვან? ბოდიში. ის ძაღლი რომ იმ კატავს მიათრევს ბუნახში ხო იცი აი წარმოვიდგავი. და საკათბეში. ელოდება კლონებს, როდის გამოიყვანო, რომ იმენა გიორგი კალატოზი გამოიყვანო, დიდძუძუებიანი ქალი და ეგ მოიყვანოს ცოლად. ამას უნდა გავდეს და შეჩემა რატო არა ხარ აქამდე სახში რატოსა? პური ვერ ამოიტანე შეჩემა ცოლმა რო უთხრას რა. ბიჭო. აი ეგ უნდა მეთქვა.
ის რა ქვია ადამიანის შავებში ხო? მამაკაცების შავებში ხო? Men in Black-ში რო ის კაცი არის. მაგას რატო ბაზავდა რატო? მაგრამ მე ვასება ეგ. რატო ისე რა? კანს რო ისწორებს. მაგრამ მე ვას. ბიჭო, ყურე, იუმორს უხდება უტრირება. იუმორს უხდება უტრირება და გაზვიადება. ანუ რო ვაკეთებ რაღაცის პაროდიას, არ უნდა გააკეთო მართლა პაროდია, უნდა გააზვიადო რომ გადაობა იყოს და მაიმუნობა. გააკეთო, უნდა შეგეძლო. მიდაბა კალას პაროდია გააკეთე. ისე დავიყენო გალი. სუქუდით ათოზი ხარ ისე. მე ვერ ხვდები კარლ ლაგერფელდი თუ რაღაც დებილობა აჩუქეს და ბლატაობს რომ აქვს საშუალება. ჩემთვის მაინც გეჩუქნა რაღაცა მეკრებოდა თვლი. ეხა იმასაც უთხარი ზედაზე რაღაცა და ზედა უეჭველი სპონსორია ამის და მაგით ვაცობ. არა, ხო, ეხა მივხვდი ქუდით ატვიჩი. ეს რა არის? შეშილი პროფესორი შეშილი. ახლა გამოგონებაზე მუშაობ, Back to the Future გაეძო. არა, უკვე ის არის, ჭაღარებით ისე წამოგივიდა, რომ რიკენ მორტიში შესაძლებელი მაქვს თმები. ჩვენს ვიღებავ ხოლმე აუცილებლად, იმიტომ რომ ჩასამატებელი ცხოვრ გაქვს რამდენიმე ღერი რაღაცა. აი, ეგრე არ დავეცემი, რომ თმები ჩავიბა. არა, კბილები ხო ჩაიმატეთ, მაგრამ ჩაიმატო არ კბილები შეჭო ვეღარ წამდი. თმა გადაინერგა საეჭომ სხვა შორის მითხრეს შენზე. ჩაიხადი ანახმედი? ჯესეთ ნანახი მაქვს. ხო, შენ გადაცემაზე მინდა გესაუბრო. წითური თმები აქვს. არა, ვახოს ცოლობაზე რო ლაპარაკობს და ოჯახის შექმნაზე, რამდენი წელს ახლა? ორი ბინა საიდან მაქვს, ერთი სად და რომელი ბინები დათვალე. აო, ბიჭო, ისე ვერაზე ცხოვრობს, მე ბინა გააყიდე და გდანში. ჩემით მარი ჩაშენებული შეჭება კომპიუტერში, კარგი. ოთახიდან არ გადის. გადაასხი წყალი და მახა შენ ხო ნანახი გრაბინაში უცხოვრო მაგის და ვერ ვეწევით ხო. ორ სართულიან სახლი აქვს ვერაზე რა. მახა რამდენი ხალხი ცხოვრობს იქ მოუყევი. 1 მეტრი სწორი ვერ გაივია მის სახში. სულ ჩადიხარ ან არ დიხარ. აი ცოტა რო გავლა რო გინდოდეს გამორიცხულია. ვენის დიაგრამა. აი არ უნდა ჩახვიდე, ამოხვიდე, მე ჩახვიდე. ის ხუმრობა თქვი, ლოცო წამოკრავ ფეხსთან, აი. ხო და თან რო ჩადიხარ, კიბე კი არ არის. აი რავი. შიზოფრენიკი ლოთიგდია ბოთოლებთან ერთად რა ხარუხით იქა? შენ ცოტნეზე ეგ მაგას ნუავო ბიჭო. მე ცოტნეზე არ მეთქვა. აბა? ანუ ხვდები შენი ფსიქოლოგია სად არის? მართალია. ხო და ვითომ ეგ არ თქვა. არა, ცოტნეზე ეშინია ამ კიბეზე ძალიან ბევრი ხალხი არის, რომელსაც თავისი სკილები აქვს რა, ეხლა ცოტნე არის ერთი სკილით ეს თორე დანარჩენი. იქ შემოსასვლელში ტატო კაჩალკაზე ხანაობს, რომ გამარჯობათ რაღაცა შეხვალ. ტატო სექსკამი დავუდგით მართლა ეს ხო ის თან ეგეთი აივანი აქვს ის პატარა და იქ იარაღით ორლიანი თუ და იჯდეს და უნდა იცავდეს, აი გაშლით მე. კლინტ ისტუდის ფილმი გაიხსენა ძმა. ცოლი ჩაეტევა ეხლა მაგდაცში. მადა ცოლი კი არა, სქელი კურტკით რომ მიდის იხდის, შეჭრა და გარეთ ტოვა. 8 იუთუბერი ეტევა ერთ სახლში. შენ გაქვს, შენ ხარ იცი ვინ? უცხოელი იუთუბერები რა, ხო ერთი 10 ბოზი როა ხოლმე შეყრილი ერთ სახლში და კონტენტს რო აკეთებენ, ეგ ხართ თქვენ ოქტოპუსი. ხო, რა TikTok ჰაუსები რო ეგ აქვს შენ რა, YouTube ჰაუსი გაქვს გაკეთებული. ანუ ყველა არხზე მუშაობ შეჭრა და ბოზი მე ვარ კიდე. ბოზი არა ხარ, შენ კაცო, უცხოური YouTube არხები თორე. YouTuber-თან მუშაობ ჩამოთვალე გიხვეწები. ერთი. ანუ გიმუშავია? ვიმუშავია 2. მეტია რა. არა, Hungry Man და რატის ბარი. Hungry Man წამოხვედი? დიახ, ერთი თვე ვიყავი მხოლოდ. კი. და დამბლიკესა უნიჭო ხარ. არა, უბრალოდ ორთან ხوار ვიმუშავდი რატის ბარში და Hungry Man-თან და წამოვედი რა. ორთან რა პონტია. იდეა რომ მოგივა, აი მე იმას ეწყინება, იმას რატო უთხარი, იმას ეწყინება, აი მე ვიდეოებიც მოგდიოდა დაჟე? ზოგი Google-ავდი. ძალიან კაი. ვიპარავდი. აი მაშინ არ იყო და. ვიპარავდი. მე მინდა ხალხს ვახობთ რომ ჩემი სტუდიის ფერებიო და განლაგებაო AI-ს ვთხოვეო და AI-ი დამიდგინაო როგორი უნდა. დავთხოვე რომ გავსმეთ კი ბანზი პოდკასტი რო თქო რაღაცა თქო პოდკასტ რას თქო. მეგობრებო, კაი გისა რა ვქი, ძალიან არასაინტერესოდ საუბრობთ და. მართლა. ისა, מחר, ჩემს უკან გაფორმებაზე იზრუნეს ბიჭებმა და შეიძლება შემოვიტანო რაღაც? კი, ვინ ბიჭებმა? კალა, შენ უკან გაფორმება რო არის უკვე? რა გაფორმება? ეს? ძალიან დიდი მადლობა מחר. ეს პედესტალისო დაუდგით ოქტოპუსს, მაგრამ რაღაც უკეთესი ვარიანტი მაქვს. აბა, მოვიტან. ეს რაგბიზე როგორ არის ესე მართლა? თან რა მაგრა იმართლა. გუში, ანუ ოშაბათოვშა თავს იპრავებდა იცი? აუ ეს აი რამე გაუკეთებია კალას? უნამუსობა რაც არ გაუპრავებია? თან მე ამის ფანები რო აპრავებენ ხოლმე რომ მართალია კალა. სად იყო ხონახი ვიდეო ნანახი გაქვს? აი რაღაცა დებილობას და ტიპა საქართველოს სპენს რაგბის თამაში იყო ბიჭო და რაღაცა მაიმუნობაზე იყო ტიპი და. მე არ ვიცოდი წესები და იქვე ვისწავლე რა. შენ რამდენი მორაგბის ჩამოსვლა შეგიძლია ჩვენ ნაკრებიდან? 4 ალბათ. აბა მიდი დაიწყე. ნუ ნინიაშვილიდან დავიწყებ და. მიდი, მე ლობჟანა. ლობჟან რა ქვია? ხელმაკეთია.
Რაღაცა იჭმე, ვაშეჩემ. ხელი კარი ეგრევე გადააგდე რა, ეგ დებილობა. ინას იმადა გიქრა? შენი მომწონდა მაგრამ. ესეც გალამაზია, მაგრამ ის მომწონდა. ის გააკეთე. შეჩემა რანაირად არ ჩანს. შემაგრად რო დავდოთ. ვინ გააკეთა შეჩემა? ბიჭებმა. ვინ ბიჭებმა? გეტყვი. შევე ხო? მასალა მაინტერესებს, ჰა? არა, ვიდო ძალიან ცუდია და მაგიტომ ეპოქსიდია ის კაფი უხარისხოვანი. რა დამიკიდებ თამას. უთხარი მიდი უთხარი. უთხარი მიდი. შემდეგზე დამიკიდებ? აბა ეხავე მკიდია მე კალამარა. ვაფშე საერთოდ ვერ მივხვდებოდი თუ მაგ ხუმრობას იტყოდის מחარ აი რა ვიცი ძალიან მოულოდნელი ხუმრობა იყო. ხო თავის ძალიან მოულოდნელი. უეჭველი ის თეთრი ბურთულები, კერადაყვითელი ბურთულები. ტელევიზორს გავაჯმევი, ნო. აჯმევია, არა უნდა. ეხა იყოს ლამაზად და მე. არა, გავიგე, მაგრამ მე מחარ ის რატო გიდევს აქ? რა? აი ეს. აჩი შაგიგდებ და ამოუნათე ბიჭებ იწვალეს და გააკეთეს და ამოანათოთ ისე. ვინ იწვალეს ბიჭო? ბიჭო, სახელები და გვარები არ ვიცი. გავიგე, მაგრამ იწვალეს რა კომპანია არის? H&M Story-ა მე. რასაკეთებ? ესეთ რაღაცებს. ტიპი რა უნდა მოსვა. რაღაცა, ანუ ვიღაცამ გამიკეთა რაღაცაო და სახელი არ ვიცი, ანუ ბიჭო ხალხმა რამდენი ერთი კვირა იწვალეს ამის გაკეთებას და არც სახელი ის არც რა მეტი. აუ სხვათა შორის კალა ამ გადაცემისთვის შენთვის გამოგზავნილი არის კიდე ნაქსოვის სათამაშოები რო იყო შენ მახრას დაბადების დღეზე. დიდი 8 ფეხა მოგსოვო ეს და გზაში არის მოკლედ გამოგზავნილი არის და რო ჩამოვა ეგეც შევმატოთ. აუნა დავხვდე სადმე? არა მე მივიღებ და მოვიტან გადაცემაში. ნაქსოვის მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ლამაზი გამოვიდა, თან ინთება აჩიკო. მახარა რო ამბობს რაღაცაზე რო ხარისხოვაო, არის ფიქრობ ხა თვითონ ავის გაკეთებული და გვერძევიდა და იხუმრა და შეშურდა. ლამაზია მართლა ძალიან ლამაზია, კადრშიც უხდება ზევით რო დაიკიდება ლამაზია. ცეცები აქ ძალიან კარგად. ბოლოდ როგორ მიდის შენი გადაცემა სახრაშუნო, ძალიან საინტერესო შოუ პროგრამა გაქვს. ყვითელი კითხვები. ანუ ძალიან ბევრი ითხოვს ერთ მაგარ ბანძ როჟას, მაგრამ აი ხანი არ მithkoms რა, მოდის თუ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ითხოვს რა ერთ როჟას რა მოყვანას. ჩიპსი რო ძალიან უყვარს. ხო, מחარა ამბობს მეგობრებო, რომ ჩიპსზე როგორ არეკლამებო ბიჭო, ეგო რა, გურ შეიძლება. არა. აბა, ჩიპსი ცუდია თქო. всё. всё? როგორც კოკაკოლაა ცუდი. თქვენი მიერ დარეკლამებული პროდუქტებიდან რა არის ცუდი? აუ, ისეთი ჩებურეკი ვჭამეთ ერთხელ ჩემი დედა. იმაზე ცუდი არაფერი არ არის. მართლა და ფული გადაგიხადა ეს? არ გავუშვით ის გადაცემა და ფული გადაგვიხადეს. რაც არ გავუშვით და ფული მაინც გადაგიხადეს? ამის გაგიკვირდა. ამის გაშვება არ გისმენთ. არა, იმადგან გამიკვირდა თუ ფული გადაუხადეს მაინც. არა, მაშინ გაუშვებ. და მაგითო. ანუ და შანტაჟატივები. შემა, ანუ მინიმუმ ერთი კომპანია. ეხა, ენტერს დამონტაჟებული მაგ ენტერზე მიჭირავს. დახეთ. თუ ჩარიწყავთ ფულსა. არა, თან ვიდეო როგორ მთავრდება, იცი? კაი, დაიკიდე, კაი. მეგობრებო, ბოლოთა მოეთრა. ის ლაივი რო არ არის, ეხა ძალიან თავისუფლად აქვს და სამი ისეთი რაღაც თქვა, რომ მე რა ვიცი, თუ გინდა ჩავსვათ, გინდა ენტერს დავაჭირო. მე დავარქვევდი ბოლოთას დასასრულს, მაგ. კი, ანუ მაგარი კომპრომატები გვაქვს შენზე. რა დამპალია თან თავისებს ჭრიზა, ჩემსაც სვავს. რა თქვა, ეგრეა. ხო, წაიშლება და შენი შეინახება სერვერზე როგორ. სერვერზე. აბსოლუტურად ყველა სტუმრს. შენი მეგობრებო, ბოლოთას გაშავება და გინდებს ისეთი რაღაცეები, რაც ხა არ ამალაპარაკო, ხა ნერები არ მომიშალა. ნებისმიერ რამე. აუ, ბიჭო, კარგი რა. მეორე არხიდან. აქ ის დედა რატო გავიწყდები? მეორე არხიდან. და თუ მოდიდა ეს გადავდია. რა არის? מחარას ეპატიჟები და არ მოდის გადაცემაში? არა, არ მithkoms ჯერ, იმიტომ რომ ისა რა ქვია, ბიჭო, არა ის როგორ ახალი წლის ადოს ნუ ღამეს და მოიწია. არა, გეტყვი როგორი ამბავი არის ხლა. ლაივზე რა ვიცი, რამდენად მიცემს უფლებას მატჩიკო რომ მოვიდეს ლაივზე. თან გადამგდები კაცი არის. מחარა ვაღეროთ. ხო, რა, დავპატიჟო, ჯერ გიორგიზე ეს ელაპარაკი არის არასწორი. ვინ გადამიგდა? რას ქვია, ჯერ მართლა. შენ დავიწყო? მიდია. ოპა, რა უნდა მოსულა. ვინ გადამიგდია? რა ვინ გადაგიგდია, ბიჭო? ჩამოთვალე. კაი, მაფიაზე არ მოვიდა ერთხელ, ხა? კარგი ეხა, მაცადე ხა, აი. მაფიის All-Stars-ზე არ მოვიდა, კაი ხო? კაი, ბიჭო, რა. ის იყო რა. არ დამელოდნენ და მაგიტო ვერ მოვედი. ადაგელოდნენ 6 საათი. 6 არა 1. ნუ კაი, ახალწელს დამასულიყო ჩემთან ერთი, დაიკიდა კიდე. დაბადების დღეზე რო გადაგაგდო, გახსოვს? დაბადების დღეზე იყო. რა, დაბადების ერთხელ გადაგაგდო, ბიჭო. არა, დაბადების დღეზე იყო. ახალწელს იმიტომ მოიცა სად გადამაგდო? კიდე სადღაც გადამაგდო. აუ, მახსოვს კაცო. რატისთანაც გადაგაგდო მახსოვს. ოპა, ნახე. რატისთან გადაგაგდეთ, ძია. მოხვედი, ძმა და გადაცემენ 1 საათში წახვედი. ვაუჩერზე უთხარი. ბიჭო. ანუ იმით ხვა ყველაფერი მაგის დედა
გამკრიჭა დუჟი მდიოდა პირიდან შეჩემა ყველაზე საზღარი შენიყავა ხო ყველაზე საზღრობებს შემა ანუ ვინ מחარა ყველაზე დასტოინი იყო მაგ ვიდეოში აბარა מחარაზე დასტოინი მაგ ვიდეოში არავინ არ არის არაფერი პირადად რაღაც აი ყველაფერი კარგი გაჩედი ქულებს მივწერე ხა შენ მაყურებელთან გაჩედი ძალიან კარგი ყველაფერი მოიცა რა ვაუჩერი თქვი 1000 ლარი არ მოვიგეთ მე და შენ მე მოდით მე გადაგდება ზრო ლაპარაკო არა ნებისმიერ დროს 1000 ლარი ვაუჩერი მოვიგეთ ნებისმიერ დროს მოდით და მე ცაზე ანუ მე რო ტიპი მოვიყვანო კი და იმათ რა ფულს ეყიდათ რა ის ფული მე ავიღო და ჩემიდან დავალე გავაკეშებ შეჭმა ერთი ღამე მინდა ბაზარი არა ეგ ფული თო გავაკეშებ შენ უნდა იყო ადგილზე გავაკეშებ ბაზარი არა ვიღაცა მოიყვანე ტიპებს უთხარი რომ ახლა ფასში ტიპებს უთხარი რომ არა მე 800 ლარისა დალიეთ თქო და მეცაც გეტყვი შენ რამდენი ხალხის გინდა მოიყვანე აი 5000 ლარი დახარჯონ 4000-ს გადავახტევინოთ გინდა შენ მოიყვანე ხალხი ანუ შენ მოყვანე ტიპებს 20%-იან ფასაკლებას გავუკეთებთ რა გინდა 30% დაგვრჩება რა გინდა ბიჭო რა გინდა 20% დაგვრჩება აუ რა შენ მე და შენ დაგვრჩება თქო ბიჭო აუ არა მოიცა ჩემთან რაღაც ჩემი გინდა წილში ერთი წუთი ბიჭო ანუ მე იდეა მაქვს ფული როგორ გავათეთრო და შენ ეს ვერ არის აი ცოტა აკალი ხო და ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს თქვენ სახრაშონოს ლაივის დროს მორიცხული არის ეს ყოფილა ბიჭო מחარა შეიძლება ადამიანი აქეთ ცოტა ვინც პინას ხარ ვის აქვს უფლება რომ გაგაკრიტიკოს დედამიწაზე არავის აი მოდი აი ვინ არის ის დონე ბიჭო მომისმინე ერთი კაცს მეყოფა რომ იმბავს ხოლმე შუა ლაპარაკის ასტაკი ერთი არა ორი ყავს ეგეთი ხო და მესამე ნუ დაემატები რაღაცას რომ ლაპარაკობ რატომ აწყვეტინებ მიდი ჰამ აი რა გავაწყვეტინე ეგეთი მაინტერესებს კაცო და მიდიო კაი თქვი მიდიან ხო მაინტერესებს რა საუნდება რა სამბოვდი და מחარა არის ექსცენტრიული პირიქით და მე ვარ ცოტა უფრო წყნარი და თანაბრდება და შენ რო ექსცენტრიული დაემატე არ გაუსწორდა ნახე აი ისე რაღაცა ცოტა გაბრაზებული არის ექსცენტრიული რამე ნორმალურს ოიზახდა შემსავით კიდე შეჭმა რაც მოვიდა სკრინჯ რაღაცებს იხსენებს მადლობა მაყურებლებო რა მაგაზინზე რომ რამე ამოიჭრა რა ბიჭო რა უკადრებელს კადულობს ბიჭო ეს რა უნამუსოა ბიჭო ხა არ მოვითხოვ მოდი მთლიანად დავდოთ გინდა ეპიზოდი მოდი არაფერი არ ამოიჭრა გატყობს გინდა არა ჩემზე შენ დარჩევი წაგებული არ ვერ ვაკადრებ მე არაფერი დასაკარგი არ ჩავწია გავიყოლებ და შეჭმა ერთი ცალი 5 სიმღერა და დაკარგავდა გავადები თავი აგინა ბოზიშო გატვირაში რანაირად ძმა არის ყველაფერს დაკარგავდა ტრაქში გაგხრიანი მაგ ჩიპს ხომ აიცა ჭამ შეჭმა და ჭამერა შენი კარგიც ჭამერა არა მართლაც გეუბნება შენ უფრო მოსაჭრელები ლაპარაკე ჩვენს აუ აი პირადად როა ეწვა მაგიტომს მაგას თორე მაგა ვაფშე არ იყო პირადად მე ბეზდო პაზიშკას მოხდა მენტი ხა ვახო პროსტა აკე კომფორტულად ვარ ესე არა პაზიშკა ნახე ასე მირჩევნია კარგად თორე შენი პაზიშკა როგორ კიდია ხუაზე ხანუ შენ პაზიშკა მომცე აი შენ რო პაზიშკა მომცე თავს დამცირებლად დავჭით ვისაც არ მუშაობ თავს დამცირებლად ვიგრძნობ თავს შენ რა მომშავა ჩემს ბევრად კარგი გადაცემა გექნებოდა აი მომისმინე ეცუთი ვინ არის დედამიწაზე ვისაც აქვს უფლება რომ გაგაკრიტიკოს აი מחარ მე აი შენ ხარ აი ძალიან დიდი არსება და აი ვინ ერთი ადამიანი გითხრა რომ მაყურებელი თქო უთხარი არა არა აუ და მაგრა დაიწერ ქულებს ხო ეგ თქვი შენ ხო გიყვარს ხახის ისა მოლბობა არ გულის არაფერი მოლბობა ყოველ ჯერზე ერთ-ერთი უფლება ვისაც აქვს ჩემი დაჯიბისა ეს არის ხოლმე ხალხი რომელსაც აი მე რა პოპულისტია ქართული YouTube-ის ჩალო ნათელაშვილი ბიჭო ქულებს იწერს ხალხთან რომ ოუ ქართველი ხალხი მე მათ რჩევს აუ როგორი რა აფერისტია ბიჭო ჩალონათელაშვილი ეხმარებოდა ხელის გაზარი არა მე აი მე ბიჭო ან მომისმინე ნათელაშვილი ეხმარებოდა არ მithქვია შეხა პოპულისტი ხო მაგას გეუბნები აი ვაფშე სხვა რაღაცა თქვა დროშა იყავი ტარი გაგიკეთეს გააძვი რა პოპულისტია ბიჭო რა პოპულისტია ეგეთი წარსულის კაცმა ხმარობენ მაყურებელი ლაპარაკე როგორ მოხარშავ არა როგორ მოხარშავ ლუკა კალატოზი ხო კაი მომისმინე ამოვანა თოთეკ ფოტო შეიძლება შეიძლება როგორ კარგი ფოტო ამას გვარი და შეჭმა მან ბიჭო არა მომისმინე ანუ ყურე პარალელების გავლებს ანუ რეიტინგის გამო აულებ არასწორ პარალელებს რომ რაღაცა ხალხმა ხუმრობაზე გაგიცინოს რა ანუ პროჭი ხარ გაიგე ანუ იტყუები რა სხვა რამეს გისვამ ვის აქვს საქართველოს
ბოლოს შენი გაკრიტიკებს უფრო. გითხრა კაცმა და პოპულისტი ეძახე. აი ბიჭო ტყუილია ეხა. მითქვა მაშინ მითხარ. მაინტერესებს, აი ვიღაც ადამიანი ხო. ბოლო ვიდეოზე გიორგის ხონდა ხმის პრობლემა და ვიზუალიზა საერთოდ ყველანაირი პრობლემა ჰქონდა და დიდი ბოდიში მინდა. მაყურებლების ფიდბექი მიიღო მან. ჩემ გულს. ეხა აი რომ მოვედი მიკროფონები რა ვიყიდო და ლაპარაკობდი. მეტი რა გაქნას. მე არ მიყვარს ხელის გაშვება რომ დავითას დაჩის და ვიყო ეგ და ვიზუალი. არ ვიტყვი მაგას. ის სუბორდინაცია მე რამდენი დაარღვიეს מחარ სუბორდინაცია. ვინმე არის ვინს ის გახსოვს რომ ჭამას რო გადაყვნენ და შენ ხმა რო არისო და გადახმოვნება რომ მოგიწია. მე არ დამავიწდა მახარა ტიროდა ღამე. ბიჭო, ხაშეს ეგ რო შემოვედი აცისობნები რომ გაეჯვი მეთქი დღეს ტექნიკური და ვიზუალური მხარე. გაგწევ. შევედა მეთქი ჩახსნილი მხარე მეთქი ყველა ტექ გავაკეთე. შენ გააკეთებინა. ტექნიკური მხრიდან გაგდებული იყო მაგდე სამსახურიდან და მე ვიყავი ტექნიკური უფროსი მოვიდა მეთქი. ტექ დირექტორი და ვსო ეხა ვიწყებ ეს ყავს და დედა რა ცეთი მხარი არ ვარკოდა გადაცემა. შენ PvP flow არ გევასება ხო როგორც მოხდა წეგან ეგ რაზე მყმეს მართლა არა არ კმენ არა ჩავდა რა ანუ მეგობრებო დააკვირით არსად ნაკვენი არ ეტყობა מחარას ამიტომ ტყუილს ამობს არა ზეო და გერ არის ხო და უყურე რას ვამბობ პრაიმ ჰაუსი პრაიმ ჰაუსის ტიპი ყავს ვინც იმენა უზის ანუ ზეპირა მაჩიკა უყურებდა ხო ბიჭო უყურე ამზადებ რაღაცა არა არ მომზადებ ეს ფანჩი ეს იუმორა შესწავლეს. ხო, ანუ უყურე ძალიან გავს პრაიმ ჰაუსი, PvP flow და ფუ პოდკასტი ერთმანეთს რა. ოღონდ იდეურად. ანუ ან ბიჭო უყურე ჯერთი PvP flow-ს კარგი. არა, ახსენი ახსენი ჩემი. ხო რა, ანუ ძალიან რეიტინგული არის დაჯმა რა. თქვენი გადაცემა არის ტომი და ჯერი. ტომი ჯერი რა, ანუ და ის აჩიკვარი რო არ ჩანს ხალი რა. ანუ ძალიან ხო ფეხები რო ჩანს რა ანუ უყურე ხალხს მოწონს ძალიან ეგ დრამატურგია არის რა დაჯმა რაღაც და პრაიმ PvP flow და პრაიმ ჰაუსი თქვენი ნუ პრაიმ ჰაუსი დაბალი დონეა მაგრამ PvP flow-ს არ მომწონს მე არ მევასებ მაგრამ მაღალი დონეა იმიტომ რომ გამოვდით ნიჭიერი ხალხი არიან თქვენც ნიჭიერი ხალხი ხართ რა შენს და ესეც შენ კი არ მევასები მაგარი ცუდი ბანძი როჟე ხარ მაგრამ ნიჭიერი ტიპი ხარ რა იდეაში და ეგ არა ხას მოწონს რა ეს ბიფაობა რაღაცებს სიამოვნებს ხალხს და ერთობა ხალხი და კარგია რა რას გვიხსნე მაგ კონცეფცია და დაშენებული ჩვენ გას ვისაც ვიცით ეგ რამე ახალი გითხარი შენ მინდოდა პრაიმ ჰაუსს შემედარებინა თქვენ გადაცემის პროცესს ნახე ტომი და ჯერი ვახო ტომი და ჯერი სახრაშუნო ჩემი კარგი ტომი და ჯერი ხანდახან ხო იცი რომ ერთიანდებოდნენ და უტაერსო ებრძოდნენ კი ძალს ხო სპაიკს ხო და მე არ გინდა ძმაო ეხლა ამავე ჯამში რომ ვერ ჭამდნენ იმ ბულდოგსო გახსოვს ვერაფერს ხო მე და מחარა ფულს ვაკეთებ თქ ერთ პაკეტში და არა მართლა გააკეთეთ გულშემატკირო თქვენი ყველა ვიდეო მაგ დალაიქებული ავსტრალიიდან თუ შეხედავთ მიდი ამოიღე მიდი ვინც ეს ფურცელი ამოიღო ურია დანარჩენი ორი მონაწილე დაველება მარშემლოებით ააშენე ყველაზე მაღალი კონსტრუქცია ცათამბჯენი დრო 3 წუთი ვინც უფრო მაღალი ვისიც იქნება მიიღებს ფულად ჯილოს შენზე მკიდია ისე წავიკითხა როგორც ეწერა მახარ შენზე მკიდია ვინც ვერ დაიჭირა ვაგერ წერია აი ნახე ვინც ვერ დაიჭირა მომისმინე არ ვიცი მოსმენა ისწავლე საერთოდ სტუმარი რომ მოგყავს მოსმენა ისწავლე ჩემი კარგი მოსმენა ისწავლე არა ისე თუ ისწავლე ვინც ეს ფურცელი ამოიღო ჟიურია დანარჩენი ორი მონაწილე დაველება მარშემლოებით ააშენე ყველაზე მაღალი კონსტრუქცია ცათამბჯენი დრო 3 წუთი უფრო მაღალი ვისიც იქნება მიიღებს ფულად ჯილოს კაი ყურადღება დრო შემილია მითხარით როდის ჩავრთით იწყებ ეს შეიძლება თქვა ხო ყველა გადაცემაში სტუმრად რომ ამას მივყავარ ხოლმე გადაცემაში სტუმრად რა რამდენ გადაცემაში ყველა ნაყოფი აღარც მახსოვს და რა გადაცემაში არ ვარ ნაყოფი ყველგან ფული თამაშდება ბიჭო ანუ ერთხელ ისეჩიც მიმიწვია რომ რაღაცა მოვიგოთ ბიჭო შენ ამოიღე ეგ ფურცელი მე რა გავაკეთო ეხლა 100 ლარი იქნება აქ ჯილდო ხო მეტი ხო არ იქნება რამდენია ნახე מחარას ათრიგერებს ახლა ხელები აუკანკალდეს კაი დაიწყებ მე დაიწყებ არა მოიცა მე გატრაკებას დაიწყებენ არა 100 არის არა დავიწყებ შეცე შენ არა ვიცი ვიც დაიწყოს რანა ბუზა ყოველ კაი ყურადღება მაგას უზაგე შენ ყურადღება რანა ბუზა გამოიღე დრო არის ზუსტად აი ხლა მას მე შეჭამა აი მაგაზე უნდა ეშენო და ვიცოდი და დრო არის აუ מחარ გამოიღე ზუსტად 3 წუთი 3 2 წავიდა ეხლა სულ ხელოსანს მე როგორ მოვუგებ იმაში აბა აი מחა ნახე ორი დადო კიდე მიჩნევა მოგცეთ დაასველე ბიჭო დაასველე აი ხა ეს მასწვლებინეს ეცონა
რამე სექსუალური დაბარგით დასრულდება. დაასველი ბიჭო, მართლა გეუბნები და დაეწებება ერთმანეთს აუეინი. ვახო, ჯილდო ეფარება კალას კოშკს და როგაცია შეგიძლია? ჯილდო ეფარება კალას კოშკს. ამ ტიპი გაუშვა სახში. 1 წუთი გავიდა. 3 წუთი ბევრია ბიჭო. ესე გავს. რატო? ახლა წინ გაიჭერი? ხო, ხა ეს ჩემი ვარდება უკვე. რას გეუბნებო? ხარისხი არ გივარგა შეჭი. მახა რაც გაწყობდა ის ჯილდო რატო აიღე? რავიდე? აი რაც გაწყობდა ის ჯილდო რატო აიღე? სადაც მივხვდი რომ აგებდი იმ პროექტს იმ გამოკითხვას ატო ჩაიხსენი და ამ გამოკითხვაში ატო დარჩი. რაზე მეუბნები ბიჭო? რა კარგად ხვდები რაზე გეუბნები. აი ხო იცი რა ქნა? ეს ჯილდო რომ მიიღო რა. იცოდა რომ პოდკასტებში მოიგებდა და მან დარჩა და ის სადაც არა მან მე ვიყავი და ხო და სადაც მოიგებდა სადაც შანსი ეს არ ყოფილა იმაში. სადაც შანსი არ ქონდა მე ჩავიხსენი ვერ ვიდა დებილმეში მონაწილეობა. ბიჭო გვიანია მე რა არა თან ბერმა იუთუბერმა ქნა ხო იცი ვინც მიხვდა რომ შანსი არ ქონდათ ხო და უნდა გამოჩენილიყო ის რა ქვია. ეგ ორგანიზატორების ბრალია რომ ჩანდა. მომისმინე ოსკარი რო აიღო იმან რა ქვია იმას ნათლის რეჟისორს რა ქვია კაცო. 2 წუთი გავიდა. ჰა? კოპოლა თუ ამასოს. ოსკარები რო აიღო არა იყო ოსკარი და ინდიელი გოგო გაუშვა. ვალები ნახე რამდენია ბიჭო. რა ვიშლება ბიჭო. ამას ხო იცი ის აქვს ცუდი ხელოსანი აქვს რაღაც საკეთებს გადაცემაში. არჩე როგორც მიხვდით გოგონებო, კალას აქვს წვრილი და გრძელი, מחარს პატარა და სქელი რა. შენობაზია საუბარი. ბოლოს ენები აგერევათ სმა და სხვადასხვანას დასწრებს ლაპარაკს. ხათრით გამიცნე შენ ბოზო რო. რაღაცა ისეთი ხათრით გაცნე. რაში რამდენი დარჩა? 40 წამი დარჩა. თოი მოდი გაგაკითხული. რაიმენა რატო ჩელენჯი იყო რაღაც უნდა გადაგეშალა და წაიკითხა რაღაც და ეგ მოგიწია. აუ კალა გარისკოს თუ არა ეხა მაგას ფიქრობს და არა სწორად კიდე. დაასველი გეუბნები. გვიანია ეხა დასველი. და დააწებებ. არ მინდა იყოს. არ წერდება. ბაზარია ვახო გააჩ. 20 წამი დარჩა. ოუ მე მგონი გასწრებს. აი ძმა უყურე, შეხედე. 15 წამი დარჩა. არა, შენი დედა 10 9 8 7 6 5 ნახევარი მომენტ წაუქცევ. 4 3 2 მომენტ წაუქცევ. 1 ხელები მაღლა, თორე დისკვალიფიკაცია. ვახო. შენ ხარ ჟიური. თუ დაასწრი მოიყო შენ. ოპა. არა, ისედაც კალას უფრო დიდი იყო. რა აცადე მაშინ ერთ წამი. ახლა მიდიხ გასამე. ხო ეგრე არის. არა, ეგრე არ იყო, მაგრამ ეხლა თანაბარია და მოიცა. შენ ბიჭო ხვალ გამევდი შეხედე. მეცა მომიცადე. ეხა ძმო დადო ის და წაიქცა. არა. უყურე. ვახო, შენ ხარ ჟიური, როგორც შენ მივიდა. უყურე წერია, თუ ორივე დროის მერე. თუ ორივე მონაწილის ცათამჯენი თანაბარია, თანხა გადაცემა სტუმარს. არა, რომ მორჩა რომ ესე დამიტკისეთ რომ აქ ეგარ წერია. ბოლოდ რომელი უფრო დიდი იყო რომ მორჩა? შენი უფრო დიდი იყო. ანა ყალასი. ვახო, შენ უნდა გამოვლინა გამარჯვებული ხო, ვინ არის? ობიექტურად, ხო? ხო. ჩემი აზრით უფრო ლამაზი კონსტრუქცია ქონა საეჭოს. ხო. უფრო დიდი იყო კალასი. ანუ გამარჯვებულია? გამარჯვებული კალა გამარჯვებული. მაღალი ანუ. ზო. მაღალი არ ქონია. კალას ჩაიმა. მე მგონი უფრო მაღალი იყოს. ცოტათი მაღალი იყო მართლა რა. შანსი არ არის. თუმცა ნახოთ მე. შენი მსუქანი რო იყო მსუქანი. აჩ ვაკე როგორ არ ჩანდა? კი, როგორ არა, ორივე ჩანდა კარგად. რომელი იყო მე? შენი ცოტა მაღალი ჩანდა ცოტა აქედან. მაღალი იყო. შეიძლება წვრილი რო იყო, მაგით ჩანდა უფრო გძელით, იმიტომ რომ აქვს ეგ ეფექტი. რაოდენობა მრგვალები უფრო მეტი იყო ჩემთან დაბლა. ხო, მაგრამ ეგრე კარგა გიმართლა. ნაირი შეკრა იყო ორი. აჩი, ჯერ ესეთი ფულებს ვიღებ მე ამ პოდკასტთან მიხარე, მაგრამ ჩემ ნახატზე რა ხდება, ანუ დღეს უნდა ყოფილიყო გადა. ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი ადამიანს დავახატინე. ძალიან საინტერესო ნახატი. არ გაიყიდა? ჩემ მეილზე არც ერთი ბიდი არ შემოსულა. ანუ ესე კი მართლა უიმედო სოფელი, არავის არ უნდა. ამის დედა არ შეიძლება. ფული სად არის, ბიჭო? შენი ნახატი არის და იაქტიური მიმართე მაყურებელს. არა, ამაში ხო მოვიგე რაღაც. ჩაგერიცხება. რამდენია? 100 ლარი. 100 ლარი? ჩამერიცხება? კი, შემდეგ გადაცემამდე. ბიჭო, აქამდე ქეში იყო ხოლმე. გააცემა ქეში 8 წამში მოვიგე 100 ლარი. ქეში რატო აღარ იძლევი აჩი, ხო? ბანკომატი არ მუშაობდა დღეში. გადით რა რომელიმე გადაცემის პროდიუსერმა ბანკომატი არ მუშაობდა. ნუ ქოხის დაჭამი შემა? გააცემა ეს რომ და მაინტერესებს რამდენს მოიგებთ რა? რამდენს მოიგებთ? რასაც მოიგებ გაგიათმაგებ გინდა? გაწყობს? გააცემა მოგეშ გადი? აგე სანძებს გიდე. 1000 ლარს. რასაც მოიგებ, აუ შენ ანუ ტიპს გონია რომ 1000 ლარს მოიგებს გააცემა მოგეშ. მოდი აბა გაგვაცინე გინდა? მაინტერესებს აი როგორ გაგვაცინებ მე და კალას. ნა წინაზე ვახო რო ყავდა მაშინ ვითამაშეთ ხო? ყობა ძველი მაშინ და იმას ეცინებოდა ყველაფერზე. ყობა ბარათელი. ყობა ბარათელის ისტორია რომ მოყევი, იცი? შენ თავი? ჩემი ისტორია არის ყობა ბარათელის ისტორია. მართლა. იცოდი ეგა? მახარ. ნახე გაკ ჩემი გაცემა გინდა. ვიცი, ნანა ვიცი შეჩემ. შენ გაკ ჩემი გადაცემა ნახე.
1000 ლარი რომ მოიგო ნანახი გაქვს კაცი და მოიგეში ეხა აუ რა სნობია ვითომ ეს რომელი ტიპია იცი დავით გოგიჩაშვილს ვიტყვი დავით გოგიჩაშვილი ვინ არის ვითომ რო არიციან აი ეგ ტიპი არა ხო ნანახი სად დავით გოგიჩაშვილი სად ვახო ბოლოთაშვილი ვითომ არა არა სად ვახო ბოლოთაშვილი არის აქ ნანახი ლეიბორისტებიდან რო კენს ვიყდი და ჩემი გააცნება იგი არა აქ ნანახი აუ რა ფერისტი ხარ ბიჭო შენ ანუ ბიჭო რა იმენა ქალესა ხარ ჩემი იმენა თუ გინდა ხო არა მე არ მინდა მაგრამ ახლა არ ეხა არა მაქვს ნანახი არ მაქვს ნანახი კარგი პირველი ისტორია ვყვები კობა ბარათელის ისტორიაზე მაგიტო ეცინებათ რა მოგიყვა ისტორია როგორია კობა ბარათელი ანუ დავით გოგიჩაშვილი რაღაცით თამაშობდა რა უნდა მეთქვა არა არ მაინტერესებს დავით გოგიჩაშვილი თამაშობდა რაღაცით რა ასე მეკავა ხელში დებილობაო და კობა ბარათელი მივიდა და ეუბნება რომ მაჯუკე და დავით გოგიჩაშვილმა მასადე რა ხო ხედავ თამაშობოდა მაჯუკე ეუბნება და აიო აჰა აჩუკა გამომართვიო და გამომართვა რა არის და მაგაზე გაიცეთ იმიტომ რომ მოუყევი რომ ჩემ მეგობარს გადახდა ხო და ეგ იყო გაჩალიჩება სასაცილო ისტორია არ იყო მაგრამ გაბუჩალიჩე და მოუყევი მათი ისტორია გააციან და მოიგეში იყავი ახო არ აქვს მნიშვნელობა მახარ მოდი ჩადოთ რა მაინტერესებს მაგ რა თუ გაგვაცინებ აი და просто თუ გაქვს ამას ხა დებილობაზე გაგვაცინება ახლა არა რა წავით მედი ყავში და თუ მიდის რა ტყეში და თავის ბელები ბიჭო რა აი ბიჭო დებილანი დოწყება და მაგაზი გამეცინა просто კაი წავით კაი პირველი 50 ლარი მოიგო არა 50 თუ რამდენია პირველი 50 ტენ 100-ია 50 50 ლარი გაქვს 50 ლარი გაქვს კაი აგზელებთ თუ არა ეცოდებათ ხოლმე და აგებინებ კაი აგზელებთ კაი ანუ ჩაგერთო დრო უკვე თუ ჩათეთ შესაძლოა გავაკეთებ და თუ მიდის და მივითან ბელებთან ჩართე ჩართე მოიცა აჩიკა უნდა ჩართოს აი მოიცა მე ვიქნები ჯერ სახეები და დავალავო სახეები გავასწორეთ ჩავრთო გიორგი აჩი შენ ხარ ჟიური ხო მე ვარ ჟიური ბელებთან მივიდა ეს დათვი და უნდა უთხრას რომ ჩართე ჩაირთო მამა წავიდა თქვენ და გაიცინა გავამეოროთ ვახოზე ბოლოთას გაეცი 100 ლარი ითულება კაი ბიჭო მე ვარ ძალიან სტუდ შეფასები ვარ ხომ რომ მე ყველა ხმურობაზე მართლა ძალიან 100 ლარი მოიგო უკვე აგზელებ מחר კაი ჩავრთო დრო მე ყველა ხმურობას ვაფასებ მზად ხარ არა მოიცო შეიკავე თავი ეხა ბიჭო მე ბოღმიანი ტიპი არა შენ კაი ბოღმიანი ტიპი ხარ ეს ბოღმიანი ტიპი შეგიძლია შეკავება სულ მე ხმურობები მე ვასება ჩავრთო კაი ჩაირთო კაი ხურ მიხაებნო მაროს ა ადიო ბოხტანში ადიო კიტრი მოიტანეიო ჰა ავა ჩოი რაუნიჭვა ბიჭო რაუნიჭვა კიტრი მოიტანეიო აი მე რატო აუნიჭო შენ ვერ გაგაცინე აი მე მეცინება ეგეთებილობაზე მე მაქვს ესე შემოთავაზება რა ვახო გავარდეს ვაფშე ჟიურიდან აი ხო მოდი და მარტო კალა არის ჟიური კაი არა გავძლებ კაი ვახოს გაცინება არ ითვლება გარჩ არა ითვლება არა მე მეც გამეცინება არა მიდი კაი ჩაირთო 200 ლარი გორელი ჩამოვა თბილისში და გადმოვა ტაქსიდან და შეხვდება ვიღაც ტიპი შეხვდება და რა შვებიტო და რაღაცებს ებაზრება რა და ეს გორელი აიღებს სამასა ავა იulis 9 დღეს საბურთალოზე ჩავა იქაც ვიღაც ტიპი შეხვდება და რა შვებდა ამასაც რა დავა საბურთალოზე რა საწახვედი საბურთალოზე ზევით აუხოს ქუჩაზე და ამასაც ხმა გავარდება რომ ვიღაც გორელი დადისო ყველასა რა ეს შეშინდებიან რა ეს იუთუბერები რომ აი მე ჩვენც არ გვიქნასო და ეს מחარ არის ეს ტიპი რა თვითონ ხო მივხვდით ხმარობას კი ეს מחარ დაეძებს და ბიჭო რო დადის თან ახლა რაშუნობს ესა გაიგე გასაგები მივხვდით მაგასაც გასაგები ხო ეხლა ნუ უშლე ნუ ანუ თუ იცი მოყევი მაშინ არ მე გისმენ დადის ხარაშუნობს ესა დადის და უცებ აი ესე ხედავს ესე მოკონტული არის ქორწილის ოპერატორებთან დგას ის ყოლამია გაიგე ავიდა დრო უნდა გაჩერებულიყავი מחარ 200 ლარზე წუთი გავიდა კი ვარ და ცოტა დაგაკლდათ აი არა 10 წამი ჩავუშვი ის დამატებითი დრო მიდი 10 წამი ბონუს 20 წამი 20 წამი დამატებით 20 წამს მე ვიხდი 20 ავიდა ბონუს 20 წამი და მოხრილი არ გვარამიასავით მე წავიდა ახლა და მოკლედ მე ფანჯო და გვარო ზივარ დასტუმროში ეს გვასე მოხრილი ეს გვარანი ქორწილის ოპერატორივითა რა
ამისთვის დაგიმატეთ 20 წამი შეჭე. ეგ არის. ამისთვის დაგიმატეთ 20 წამი? აი რა მოიგო გაუცინეში ჩემა? აბა რა. გამეცინა. აი კაროჩი შანსი არა გაქვს მაგრამ აი 100 ლარზე მეც ვერ მოიგო. აი ეხა ვახომ გაგვეცინო. არ მინდა. აი ეს. შეიძლება. არა ეხა ვახომ ხნას და გეხვეწები რა. ო თამახარ თან რო დაიქრინჯო. თუ დაიქრინჯები მაგის ვახოს დაწერილი უნდა კონდეს ხომ. არა იზამს. ერთ-ერთი შუტკები დადის. შენ გაგვეცინე. მე გაგაცინებ, ჯერ შენ ჯერი იყო. ვახო ჩაგრისთო? მედი. დავაი როცა იტყვი. მითხარი და ჩავრთო. ჰა? ეს გავიხსენებ რაღაც ახლა. მე. აუ מחარა უკვე იცი. შეიძლება დაუწყე. ყველაზე მარტივი 500 ლარი იქნება მეგონი. არა, מחარას ვერ გავაცინებ მაგას. ვერ გააცინე? რას ვერ გააცინებ, ყველაფერს აცინება მაგასაც. აზრი არა, ხო. რას ფიქრობ, შეჩემ, არ მოყვეთ პროგრამით არ მოყვეთ. ნეკათითი აჩვენე. ფიქრები არაფერი არა, ხა. ვახო, ყურადღება. არ უნდა გავიცნო, მე მეცინებ. დრო? კი. გავასწორეთ სახეები ჟურიმ. מחარ გაასწორე სახე. מחარ, აი 300 ლარი გვაქვს სულ ვერ გავცემ. დრო? წავიდა. ყალა შედის მაშინ რა ქვია, საპარიკმახეროში რა. და პარიკმახერს უტრაკებს, რომ აქო სექსუალური მამაკაცების ფოტოები რო არის, ჩემი რატო არა გამოკრულიო რა. და ბიჭო, ვერ ფიქრობ, არ ვიცი რა. ანუ არ ძალიან რთული. კომიცი რა. ბიჭო, არ ვიცი, ვერ ფიქრობ. უნდა უყურებ. 50 ლარი აჩუქა. უნდა უყურებ. არ მიყურებ, არ მიყურებ. კაი, მოდი. ეგ რა პონტია. მოდი. აი 50 ლარი გაჩუქეთ. კაი, მოდი. ჩაურთე დრო. ვაგრძელებთ? აი თქვა, კი. ვაგრძელებთ? კი. კაი. გავაგრძელო? 3, 2, წავიდა. ეს პატარაძმა. ხლებული პატარაძმა. ესე პროჭა, წეღა თუ ღიმილი ჩამითვალე, ამის ღიმილი ჩათვალე. ბიჭო, არა. ცოტა ხანი თუ მასი წრემლის გადმომივარდება და საერთოდ არ გიგონება ტრომი. ბიჭო, მოეგარი. ეცეთი გაიცინა შენ ხუმრობაზე მადლობა ჯიგერ ხარ. ბიჭო, ანუ ყურე სცენარს თუ არ დავწერ, ანუ შენ გიჭირს ხო იმპროვიზაცია ხო ანუ? არა, არ მიჭირს იმპროვიზაცია. შენ გადასმაში არაერთხელ ყოფილი ვარ და აი, ეს რა. კალაჯერია. მიდი აბა გაგვეცინეთ, მაინტერესებს. ბიჭო, ეს გავხსენეს იგინება და მე ვერ შევიგინები, არ შემწხვენია გინება. ძალიან რთულია ხო? აი. აი ეს ანეკდოტი მოყვა და ანეკდოტებს თუ მოყვები, გაგაცინებ მეც. უჯდელობა ანეკდოტით. מחარას მე ვიცი რა ეცინება მაინც ამ. შევჯურავ ეხავ. არ გამეცინა, გაბზეკილზე აღარ გამეცინა. არა, გაბზეკილია. მითხარი როდის ჩავრთო კალა? ბიჭო, ყურე, ანეკდოტს თუ მოყვები, გამეცინებ. ახლა პატარა შესავალს გავაკეთებ სანამ დავიწყებ. სანამ დრო ჩაირთო. სანამ დავიწყებ პატარა შესავალს გავაკეთებ. ჩვენთან არის სოფელში ერთი კაცი. ხოდა ევიდა, მანქანაში ავიდა, ტარო უჭირავს ეს. რა ხდება ე? ხელის დაკნევაზე დამიწყე. რამის? ჩართეო რა. რამე შიდა ხუმრობა. არა, დრო ჩართეო. აა. სხვადასხვა ჩემი საყვარელი წევი არის ჟიურში, ჯის გიორგი მაღარაშვილი და მასე დავწერე ლექსი. მე მქონდა ამას გახსოვს. არა, מחარა მარტივი გასცინებელია რა. და მე ეგრევე. ძალიან რთულია. ბიჭო, მართლა ფულზე ჩამოვიდეთ და მე იქნება. გინდა მართლა ფული ჩამოვიდეთ. იმენა ფულზე. მოდი და გავაგაცნობთ თამაში მართლა ფულზე. მოვან სამოჭრა თუ გინდა თავიდან დავიწყოთ რა, მართლა ფულზე ვითამაშოთ, გინდა? 100 ლარს. არა, გაგვეწელა ძალიან. აი გაგვეწელა მართალი. თემებზე გადავიდეთ. რაღაც ხომ მაინც. 100 ლარი. მასჟანი მოარტყა შეჩემ, აი არაფრის. აი ეს არის უნდა ეყაროს. არ ჭამოთ მარშმელო, არ ჭამოთ მარშმელოუს დედა. ძალიან კარი მომღერალია რა გინდა. ასოციაციების თამაში. ოპა. ბიჭო. აღარ არის. მოვიბით? მოვიგეთ ანუ. რატო არა? ამ გადაცემასაც ვტავებთ, იმიტომ რომ ის არის. დასახვეწია კიდე. არ გაამართლა თოლის ახლავამ. შემდეგი. ამასა პირველად მე მომიგეს ხო და უკანასკნელად. ო. ეგრე იყო. ეს გადაყარი რა. აი, ნუჭამ შეჩემა, იქონიე ისა. ბიჭო, გადაცემაში მიყვანე მაგინე, დამაჯვი და შევჭამო მაინც დედა ტო. როგორ არის მოწყურებული ტკბილსა სუმელაშეს რო ჭამს. ყველაზე დროში, ყველაზე დიდი წონის დაკლების სოფლიო რეკორდი ამერიკელ მოტივაციურ სპიკერს პოლ კილემანს ეკუთვნის. დაასახელეს 7 თვეში რამდენი კილოგრამით შემცირდა მისი წონა ოპერაციების გარეშე. შორს ვინც იქნება პირველ ადგილზე გასულს ისვამს კალთაში. მეთქი ღლიაში ამას. ბიჭო, რატო ის პანდამ კი არა, იმან არ დაიკლო? ბევრი, მაგაზე მე 7 თვეში დაიკლო რამდენი კილო? ფეხი მოიჭრა და ეგრე დაიკლო თუ იმენა წონაში დაიკლო?
იმენაც ყონაში დაიკლო კიდე იუთუბერმა, რომელიც რამდენი დაიკლო 7 თვეში, ხო? იმაზე ამბობ შენ, რა ქვია, ნიკ ავოკადო. ავოკადო. ნიკო კადო ავოკადო. ნიკო კადო ავოკადო. ავოკადო. რამდენი დაიკლო მე რა. რამდენი დაიკლო? 7 თვეში. არის ხმაღლა არის ბჭელო. მახარ არ დაწერო რამე ისეთი რომ 4-იანი გავს 3-იანს და მე ვიხულისხმე რომ 7-იანია აქ და ჯერ რაც იყო დაადასტუროს. ხო ადასტურებ ჩობეთ რაც მიწერია ამაზე. არა დაწერ რა ყველა მახარ გამარჯობა უждდება წაგებული. მახარ თქვი 200 კილოგრამი 167 180 ყურადღება ციფრები დაწერეს ბიჭო. სწორი პასუხია 220 რა. 161 ვახტანგ თუ შეიძლება ადექი არ მოვიგე და ვიცი რომ მოიგე მახარას ჩავოჯახი კალთაში მოდი ესე ტრაგედიასო მთელი წონით შეგიძლია რამდენი ხანი უნდა იყოს ეს? შეგვიძლია გავაგრძელოთ პოდკასტი ფეხი მტკივა მართლა მახარ მე მაინტერესებს მახარ მე მაინტერესებს თქვენი ისტორია როდის დაიწყო მომტრიალდები მახარ სად გაიცანი ბოლოთა რო გითხრა აი ძალიან საყვარელი წვილი ხარ კარტოფილის ჭრაზე ჩიფსის ხახანაში ჩიფსის ხახანაში გაიცანით კი კოკა-კოლას სოვდა ძალიან ვახ აი რა მოგეწონა შენ ვახარაში ყველაზე მეტად კბილები რაც მისია აი ბუნებრიობა მისი კბილების ძალიან ლამაზი კბილები ხალხი რო გაიღიმა ძალიან ანგელოზის სიცილია ანგელოზის სიცილია კიდევ საყურე მომეწონა ხაშო ძალიან უხდებით ერთმანეთს როგორ სუნთქავ სუნთქზე მასი ხარ შეჩვენა შენ მეორე შვილი ხო აღარ გინდა რა კაი ჩაბარებულია ჩაბარებულია ცოტა ხანით რა აუ შე ვაიმე ეს რა არის შეჩი სიგარეტი მედო ფეხში შეჩემა ამოიღე ათებელა ესე ამას ზეგე ტრახში ასიგზნოდა ფეხში უზნობდი ოპერაციამდე რო მახარას ჯერია უცებ გადავაწოდეთ რა ამეთ კი უნდა ჩამიგდეს კალთაში. ისე კიდევ კარგი ოპერაციამდე არ მოგიწია ეს ჩელენჯი. ოპერაციამდე არ მოგიწია კიდევ კაი ეს ჩელენჯი. ოპერაციამდე? ჯამე ბლიცი არის, გავთ გადაცემაში ვიღადავთ რა. დავენ გაადრე. ეხლა შეკითხვა ახოს. რამე კოლექციონერი თუ ხარ? ამის კოლექციონერი მამაჩემის მევალეების. მართლა. ბიჭო, რამდენი? ობამა. ტვინი მოგწონა. მამაჩემს ქონდა $360,000 ვალი. $360,000? ქონდა ვალი და დამრჩა სადღაც $30,000 ლარი. რო გავიწონა მე ბინასაც ვიყიდი რა. ანუ ცოლის ამბავიც მალე გამოჩნდება. ხო, აი ბინას რო ვიყიდი მე ვნახოთ. ეგ ჩავსვა თუ? რა, მკიდია კაცო. ვიყავს? გინდა ჩასვი რა პრობლემაა. პირიქით ვახო. აგა, ცხენია თუ რა. მალადეც მაო, შენ მაგდენი გაისტუმრე? კი, ეთერიუმი მქონდა, ეგ გავყიდე, ბევრგან რომ მუშაობდი, დედაჩემი ემიგრაციაში ისიც მეხმარებოდა და რავი, გავყიდე რა პრობლემა არის, და გავყიდე რა, გავაკეთე რაღაც. ვიშოვე რა ფული. ბევრი რაღაცა მაგაკეთებული. სხვადასხვა ეთერიუმი მაყიდენს ლეიბორისტებმა. მაგიტო აღარ ჩანან თვითონ 2016 წელს დედას ფიცა ვარ 2016 წელს ლეიბორისტებში შევედი რაღაცას ჩალჩოდნენ კრიპტოვალუტაში როგორ ხარო მეთქი რა არა კრიპტა მეთქი და რაღაცები ბიტკოინები რაღაცები მაგრა იცოდნენ ეგ თემა რა ლეიბორისტები ძალიან მაგრა და იმენა ამიხსნეს რაღაცა მიშა შეგე სასაცილოა ეხა გამართლა შევსულიყავით ბედაშენცა თქვენ არ იყავით ის ხალხი მაგ ბიტკოინს რო შეინარჩუნებდა ეგ არის ყველაზე რთული. მე ვერ შევინარჩუნე ეთერიუმი მაგაში ასახე. შენ იყავი? არა. ანუ შეინახო ბოლომდე? შენ სპოტებში წააგებ. ბოლომდე უნდა შეინახო. სადამდე? ბიჭო, ვაჟიშვილობა შევინახე 20 წლამდე და ბიტკოინს როგორ შევინახავდი? დებილია. არა, ეგ ვინუშდენმა შეინახე რო არ გაძლევდა. ზუენ შევინახე. იმის გაყიდვა შეგეძლო. ყველა მოდი ყველა გორელ ბოზებში ვერ დავდივდით. მაპატიე რა, 12 წლარად. $1,000-ზე რო ასულიყო ხო გაიდიდი. აი ზატო $1,000-ზე? არა. ახლა გაიდიდი 50 რო გაიდო და ბიტკოინი ავიდო და $1,000-ზე რატო არ გაიდო? უეჭველი გაყიდო. ხო? თქვენ გადასემაში რომ იყოს რავი, იქნება ანუ მან ხო კითხულობ პოტენციალი რა, გაზი $50 გახდა $1,000. ხო. თან ეგეთი პოტენციალი არ ჩანდა რა. რა ხო, რამდენზე გაყიდე ეთერიუმი? ეთერიუმი გავყიდე $286-ზე. და $3 ვიყიდე დაახლოებით. და რო არ გაგეყიდა? რო არ გამეყიდა ბიჭო, როგორი ამბავი ყოცი მამაჩემს მევალე ისეთი ტიპი მოვიდა რომ უეჭველი და გამეყიდა რა არ გამოდიოდა სხვანაირად რა. მე რამდენზე ავიდა იცით ეთერიუმი? 4000 რაღაცაზე ავიდა. ანუ მე მითხრა ვინც მაყიდინა ლეიბორისტმა, მითხრა რომ $4,000-ზე რო ავა ეთერიუმი გაყიდეო.
იმიტომ რომ 3000-ზე თუ რაღაცაზე იყო ბიტკოინი. ეგეთი მაგრები თუ არიან, რაღაცა ექნათ. არა, ბევრი ხონდა, კაცო და ბევრი მაგარი ჭირტიპი. ლეიბოლისტები არიან მეტი რა გაქნა. აი, ბიჭო, გადაობენ თორემ. ანუ ხო რა და მაგრა დამიდგენ გვერდში. რო გადაობენ, მაგიტომ მიგიღეს შენც. მთელი ვალები მართლა შენ გაიწრო თუ პროსტა შოუს. დედა დამეხმარა კაცო, მე და დედამ და მამას მანქანა უყიდე და ტაქსაობს. მამა ჩემი YouTube-ზე 10000 გამომწერი და მიგროვდა ვახტანგურებზე რა და 2000 მგზავრებისგანაა რომ ჩემი შვილი აგერ გამოიწერე დედას ვიცავ. რისი ვალი ქონდა? ბიჭო რავი ხალხის მამა ჩემი ძალიან მაგარი კაცია, ძალიან დიდ პატივს ემდა ხალხი და ცეცხლობდნენ რა, შენ რო გასესხოს მაგათად კალატოზმა ფული აჩიმ და ეგრე რომ პატივს გცემე რა, შენ ძმა კაცები არიან რა, ხოლმე ხარ. ჩემი ძმა კაცი კი არ ხარ, მეც გასესხებ რომ თხოვო. რაღაცე ითხოვდნენ უკან. რას ქვია რაღაცა ეთქოდნენ ბიჭო. მაიტა მასეს 50 დოლარი და აღარ მთხოვ. მახარას ღირებულებით სისტემაში დაიბადა გენიალური შეკითხვა. ხო რა ფულს? მა უკანაზე ითხოვდნენ ფულსა. ანუ თუ ძმაკაცი და ხედავ რომ უჭირს და ვალებში რაღაცა არა ბიჭო მეზობ ბიჭო რა შუაში შენ თუ ანეურებ სესხადმინ და გავგა რო ხედავ ტიპს დაერხა რაღაცას თხოვ რავი ბიჭო ხო მაგრამ არს თხოვენ ხა იმის პასუხისმგებლობაც ხო არის კი არ აჭერენ ძმა ფეხსა ეუნებე რომ ფული გააგო აი აუნულონ არა ის თვალის სასახვევი ჩემში არ თემები გორში სხვა ბოლო ამოვიღოთ მოიტა ეს ეგარ მინდა კაი მომეცი შეკითხვა ვახოს, ვინ არის ყველაზე მიმზიდველი ქართველი ინფლუენსერი გოგო? ქართველი? ყველაზე ლამაზი ინფლუენსერი გოგო? მიმზიდველი? აჩიკო ნახე. შენ ბიჭო ყვითელ პრესაში და იმაში აქ ნუ გონი აჩიკოსაც აქვს თავის სკილები. ხო, თვალ ხა ლამაზ ვერ იტყვის, ცოტა კვაცმა ხონდეს. ვერ ვიხსენებ, ყველაზე ან ვიცი რატო? ვერ ვიხსენებ. არა. ბევრი გამახსენდა და მაგიტო ყველაზე რომელი არ ვიცი. შენი ფავორიტი. ერთი გამოარჩია. განდონ. პირველი ვინ გაგახსენდა ბიჭო? ვერ ვიხსენებ. გამოვალ ისე ამოვიდა. არა, ვახო ეხა, ვიღაცა უნდა თქვა ეხა, მანუს რომ ათქმევინე. ბიჭო, მანუ რომ დააყენე ეგ და ათქმევინე და თელი ქვეყანა რომ ამილაპარაკე მაგის დედაში ეხა არ უნდა თქვა იცი რომელი ის რო არა ქვია იმაში რო ცეკოს ცეკონარ სკოლებში რო ცეკოს სალომე ჭაჭუა ადრეს სალომე ჭაჭუა ცეკობდა ხო ალბათ სალომე ჭაჭუა ვახო მოდი თავიდან მოდი გამახსენდა ვისაც თავიდან შეიძლება არა ჩემი სხვას ვიტყვი ხატია ბუნიათიშვილი ჩემთვის ძალიან მაგრამ მეუასება ვინ არის ხატია ბუნიათიშვილი პიანისტი პიანინო მაინც არ გედოს ბიჭო ილიას ულა მაინც ხო იცი გავიგე ხატია ბუნიათანი ისეთ გავიგე ბუნიათიშვილი ხო გავიგე ეგ არის ჩემთვის ყველაზე მიზველი ქართველი ინფლუენსერი და წარმატებული ხალხი ინფლუენსერია ბიჭო ეგეც არის ინფლუენსერი ანუ არ თქვა ინფლუენსერი თქვა იმენა გინდა ბიჭო ინფლუენსერი რატო მიდი აბა იმენა ინფლუენსერი ამ ეტაპზე ჩემი აზრით ისა მოცეკავა ვერ ვარ ქერა გოგო რა ქვია მოდიში დამოვისყა ანუ სნობიერად ანი ლოლაძე და მანიუ მურღულია ეს ორი გოგო მანიუს ხმა ძალიან კარგი აქვს და ლოლაძე ხო რა ხმა ძალიან კარგი აქვს და ხმა ძალიან საჭირო არის ქალში რა მანუ მურღო მოიცი ერთი აქეთ მოიცი ლოლაძე ძალიან კარგია ლოლაძეს ბავშვობიდან მისვენდა და ძალიან კარგი ბავშვია მახარ ვახოს გემონებას როგორ შეაფასებდი ან ბევრი რამის ამოჭრა მოგიწევს ამიტომ გავჩნდები კარგია ანუ შენ რატო აჰეითებ მანიუ მურღულიას რო არ თქვა რომ შენ ხარ ყველაზე სიმპათური მამაკაცი და ბოღმა ჯამში რამდენი ნახვა ფიქსირდება სახრაშენოს YouTube არხზე ყველაზე შორს ვინც იქნება კისრის ელექტრომასაჟერი თუნდა გააგზავნოს გადაცემაში შტომ კაი რა ისა რო ჩადის შეჩიმა როგორ იცი შვილები ყო აუ კაი არა არ უთხრა ჯამში სახრაშენოს რამდენი ნახვა აქვს YouTube არხზე ხო YouTube არხზე რამდენი მილიონი დავწერა ყველა ვიდეოზე ხო? ამას როგორ ნერვი ჯამში ხო? ეხა מחარას და מחარას 1500 რომ დამამციროს და კისერზე და მე დავარტყავ და ეს ფეხებზე მკიდია. დაწერე მიდი. კაი, მზად ვარ. აი ახლა უნდა წაიმტრიოს კისერი თავის სნობობაზე საეჭო კაცმა. მოიცა. და გადაცემაში საეჭო კაცი გაათავებს დენის ზარტყმით. ეხა ნუ მიაწერე რაღაცეები ბიჭო. კალა დაწერე? ხო. מחარ თქვი. ამა დაიწყოს კიდე. ხო, ვიცი. מחარ. ამდენი წერია? 10 მილიონი. 10 მილიონი. დაინახა ეგ რომ მიწერია, ტო. 10 მილიონი. შენ 10? ხო. შენ ხო არა? კალა 250.000. აუ და რა ჩე. ამდენი მილიონია ნახე რა. 14 მილიონი? მოიცა სახრაშუნოზე არის ხო? კი. ჩემი YouTube არხზე საუბარი. 44000 გამომწერი როგორ ყავს შენი აზრით? ვიყიდე? მოიცა სახრაშუნოს ახი შენი ხო არ არის? კი, აბა ვისია. ფრიქსისა?
მე გავაკეთე ნულიდან დავიწყეთ მე და ჩემად ირაკლი ქურდაძე და მე მეგონა მარტო შენ ლაივებზე ითვლებოდა. კალა კისერზე. შორტსები. კისერზე. შორტსები და ეს TikTok-ები და rilsები და რაღაცა. ჩემი და ორიენტირის კავენის გამოსვლა გინდა იმაზე. კალა პირიქით. კავენის გამოსვლოდებს YouTube-ზე 700.000 ნახვა აქ და ვიზერას რავშალო თუ რა ეხა. ეს კალა პირიქით. ჰა? პირიქით. კისერზე ჩამოიწვში კისერზე. ესე. ხო, მიდი. და რა? კისერზე და მიხვდები. არაფერი მიხვდები შენ თვითონ. აუ, თავზე არა, ტვინსერ. გაგეწერე თავიდან. არა 10 მილიონი. და რა? არაფერი? 10 მილიონი. შვება რამე ეს? რა წერდი მითხარი თავიდან. ფიჟია ბიჭო. რა წერდი? რამე შვება? რას ნაშოდეს მითხარი? ვიბრაცია. ეს უნდა გარტყავდეს ცოტას. ეს არა. რა? აჩიკურად ეს როგორ წავაგე ბიჭო? აჩიკურად გამოდგა ისე იმიტომ ტექნიკაში როგორი დასჭა იყო იცი? რაღაცა მინეცრო დღეს ხაის კალეტი ახსონი შემოვა და ლეზე დაგაგდა. არა რა საშინელება. ღმერთო არა სკალეტ ხო. მე ჩემი სურვილია რომ შენ ამის გადაცემაში არ მიხვიდი არასდროს. იმიტომ რომ ეგ ლაივი იქნება წაშილილი მერე. სოდომი და გომა. ხრინჯყობებთან არ დავდივარ. სოდომი და გომა. კაი თქვენ თუ ერთად გაიჩნდებით, კაი კლიჩკა. სოდომი და გომა. აჯმეინე რა. კალა მოირა. რა ბოღმიანია ტიპი ბიჭო, აი ბოღმის ბუკეტი, აი გორელი და ესეთი ბოღმიანი მე არ მინახავს. მე უჩენდა. გორელები კარგი ხალხი არიან, შევიზდაენს გავს შე. აი რავი, შემოგორელებო, ვიბრაცია და ხმა შემოვა. ახო ბოლოტაშულა მოგვაყენა შეურაცხყოფა. ვაიმე ეს თელგორს. ჩაერთო შალონათელაშვილი. თელგორს? ორი? თელგორზე ვთქვი რომ ეს კარგი ხალხია მეთქი შენ ვის გავხარ თქვი ეგ. კარგი სტრაკიაო ბიჭო, ეხა კარგი ხალხია. კარგი სტრაკიო არა იმას უყურე. შემოგორელებო კომენტარებში კი ის. ვახო. შემოგორელებო თქვით რომ კალა არის სამარცხინო გორელი. კალა არის კალა მახარ არის ეს გორის სამარცხინო კაცა. ერთ შეცდომა დავუშვი შენ. რომ მოხვედი აქ. ნახე, გვებრძვი ძალიან რა. შენ შუაში ამასვე. არა, მეც მებრძვი რაღაცა იმე. ბიჭო, აქ არის მეგობ ჩახუტება. აბა რა. ეს არის ძმაკაცობა. აი, ნახე. ლოლაძეც მაგ განწყობით იყო მოსული. ხო. კიდე ორი კიდე. ბიჭო, მე კიდე ორი. იმიტომ რომ აი ყველას აი მოვიდნენ მოჭი აი מחარას ეხა რაღაცა არ მითხრას თუ რაღაცა მე ზარალდებიან თვითონ ეხა შენზე იმდენი ცუდი კომენტარს ხედავ უკვე რომ არ შეიძლება ვახო ესე ნუ წერთ მეგობრებო ძალიან გთხოვ ვახო არის ჩვენი ძმა ეს არის მეგობრობი სიყვარული ანუ რომ თავიდან ცადა რომ აი ხა მე სახრაშუნო რაღაცა მილიონები ნახვა მაგ და იქ ჩემ ჭუჭოს გავწელავ და არ გამოუვიდა ეხა რაღაცა ცოტა არ შეიძლება ვახო ეს გეუბნები სახეზე არ მეკმენია შენთვის გეუბნები გიმეორებ არა აი ისე მეგობრებო აი ისე ახარას ერთი ნაკმენია რა ანუ რას ამბობ შენ ხა მაყურებელს ასეუნება ყურებს ხა ამდენი ხანი ამას კი ო რა ვიცი აი მე მაყურებელს აი მოგვატყუეს მეც უყურებ წლები ამას უყურებ და მეც წარედ მომატყუეს YouTube-ზე მოძებნეთ სახრაშუნო არხი სახრაშუნო გამოიწერეთ ვახუსაც სხვადასხვა ძალიან კარგი არხია მე ვიძახიო ჩვენ გვბაძავს მეთქი მაგრამ თავის ნიშა რატო მოგბაძო ეგ მითხარით მიზეზ მითხარ რატო უნდა მოგბაძო რატო არ უნდა მოგბაძო არა როგორ არა სხვა რამეს ვიძახიო თავისი ნიშა აქვს დაჭერილი და ჩვენ არხს არ გავს იქაც არის ცოტა დაბალი ლეველის პოდკასტი აი თითქოს სტუმრების შეხურება მიდის რომ შემდეგ გადმოინაცვლო უკვე დიდ პოდკასტში რა და თვითონ ვახო გვესტუმრა ეხლა ეს აკადემია პატარა გავივლი ეხა აქ აკადემია ვახოს ფუ აკადემია ვისწავლი აქ როგორ უნდა იყოს პოდკასტი სამი სტუმრებს თუ ისე ციპოლხომ რა საინტერესო ტიპია აუცილებლად საჩი შეეხმიანა ხოლმე და გამოუშვი ჩვენთან მართლა არა კი ბატონო ვეცდები ხო შემო ისე ტიპი იპოვოს ვინ ჩვენ ხა ზევიდან არა ჩასხვდები დაბლიდან დაინახოს და ანუ აიაქსივა რა და შეხა რეალი ხო საფეხბურთო პარალელს მეუნები რა ვიცი სხვა შეხა რეალი და მე ვარ აიაქსი მე ვარ ისინი ბულდოგები აი აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი არა ეს სწორი შედარება იყო კალათბურთი ვიცი ჩიკაგო ბულს ჩიკაგო ბულს გაიხარეთ ბულდოგები არ ყნოსვის თამაში თვალები უნდა აიხოთ სამივე მიდი აღებერი და ვისი პროჭია უნდა გამოვიცნოთ რე ვახო შენ იაპონიაში გადასება იქნება გემო დაგენიძლო გინდა ისეთ რაღაცებს ნუყები შენ ლაივზე რო არ იტყოდი კალა ბოლოს არ ხო და ვინმე ცადა პროჩი ცხვირის შეყოფაზე დაიწყეს ლაპარაკი და რა ბედნიერი იყო რა ვა ჩემი აი იაპონიაში ისიც სოდომ გომორა მართლა ბიჭო რა მოღმიანია ჩვენ დონეზმდე რო ვერ მოდის აბა აი პროჩი ცხვირის შეყოფაზე რო არ მეცინება
ბიჭო, ყურე, ეგ არის ხელოვნება, შენ ვერ მიხვდები. კი. მადლობა. არ მინდა. მალევიჩის შავი კვადრასაც ვერ მიხვდები. არ მინდა. დაბალი დონე ხარ. რიგრიგობით ჩამოატარეთ მანქანის სუნებს. აი ეგ ჩამოატარე, აი. უნდა გამოიცნო რისი არომატია. ყველაზე ნაკლები სწორი პასუხისაც ექნება სამლარიანი კობრა სუნამ უნდა დაისხას თელ ტანზეო. აუ დღეს თაკოს აზინა ყავს სტუმრად რა კობრა სუნამო ჩემი. გამაგასწრია კობრა. მახა რატო იყურებით ან? სად იყურები შეჩემ. ჩამხედა თვალებში. მოიხედე. ჩამოიწიე დაბლა კიდე. აუ მაგარი მე ამოსაჭრელა გადასვენს რომ მოგიყავით მაგარი ისტორიას ყველა არ მოიჭრას. კაი, გავიკეთე სამემ და დაიწყება. აუ კალატოს იცი ვის გავს ფილმებში რომ ქალს აუხვენ ხოლმე თვალებს და მაგ ქალს გავს. შე რა იცი? ახვეული ქონდა უკვე, ახვეული ქონდა და რა საიდან ხედავ? ეხლა ჩამოიხსენე. აი, ყურადღება. ერთი წუთი. ყურადღება. პრინციპი იქნება ესეთი: ჩამოვატარებ, არ ამბობთ არაფერს, სამთვალზე დავითვლი სამამდე და ერთდროულად ამბობთ რა გონიათ, რის სუნი გონიათ, რა მზად რო იქნებით სამი. თვალესაც დავხუჭა, თორე ჩანს. ეხა არა, ერთი წუთი. თან დავხუჭა. ბაცო. კალა დახუჭე ხო თვალების, თორე ჩანს აშკარად. გერებსია. ჰა? ობი ძალიან ახლოდანა გაქვს შეჩემა. მე ხარ აქვს, შეიძლება რომ მოვკიდო? გადააწოდე ვაფშე მაგეჭი. გადააწოდე? არა წერია იმაზე რა, ვერაფერს ვერ დაინახავთ. ანუ უნდა გამოსო არომატი? ხო. ეს მარტივია. არა, მოიცა. ჟასმინის. აუ ბიჭო, ვაგინის გამართე. აუ ორ ხილს შორის ვარ გაჭედილი და რომელი თქვა რომ ხილი ვაფშე არ არის. ხილი არ არის აჩქო? რა არის ბიჭო. არ ვიცი რა არის. აბა ყვავილების სუნები მე არ ვიცით მაგ. ხო, ერთ წუთი, ანუ ყვავილი არის. კონკრეტული სუნი არის. მაგ სუნის თქმა შეგიძლიათ. კაი. კალა. გიყო. აუ მოიცა. არ ვიცი, კაი. კაი, მზად ვართ? აი აზრია რა. 3 2 წავიდა. საზამთრო. საზამთროც გა. შენ რა თქვი ხარ? ლიმონი თქვი მე. ლიმონი საზამთრო. სწორი პასუხია ნესვი. არც ერთ ნესვი ხო ვიფიქრე ნესვი. ნესვის დედა. ახლა უყურე. ნესვია რა საზამთრო არა ის. აი მე შემდეგი შენ მოდის. რა თქვი? იცი რა. ლიმონი. რა ლიმონი ლიმონი თქვი, შეჩემა აშკარად ლიმონის სული. რა ლიმონი იყვარ მანგოტო? არა, იმე. არ შეგეტყვი რა. ნესვია მე ჩემ რა. შენ ან ის რატო კალატოს watermelon და melon-აერია ერთმანეთში. აი ვახო, დიდი მადლობა. ხედავ როგორ გაправება? ხო. მაინც რამის შუთა რომ მუშაობდი ხომ ეთყობა. ოღონდ ეს არ შეხედო ჩამოიწია. ოჰო მეტი. აუ რა დებილი ვარ, რა ქულა გავმაზე, ვიცოდი რომ ნესვი იყო. რა მედიცოდი ბიჭო, ისეთ სუნი ქონდა რომ ავიცი. აჰა. ნესვის სუნი. აუ ეხა იმის სუნი დამრჩა. აი ეს ხა. ეს ეხა მარტივია, ხო? კი. აიმე. მომე. აუ ბიჭო. აუ რა მეგონი? ეს არის ის ხილის თავიდანაც ვფიქრობდი. აუ მოიცა. აუ რა მეცნობა, ბიჭო. ბიჭო, მაგრამ მეცნობა აუ შიქო რა არის? ხელზე დამიტოვა. ხილი ისა. აუ მოიცა, მირეკავენ. არა. ეხლა პასუხი უთხრა იქიდან. ვახო. ეგ არის. აი კალა გაიწვა. მაცად ერთი წამი. სამამდე დაითვალე. კალასგან მინდა? აუ ბიჭო ვერ ხვდე. მზადყოფნა. იცი რის სუნი აუზზე რო. აი ყურადღება. ვითვლი. აი 5 წამი. აი ეს ქლორის სუნია? აუ შეჩაგ. ყურადღება 3 კალა მზად ხარ? 3 2 წავიდა. ყავა. ქლორი შეჩემა რავი მართლა არ ვიცი. ყავა რა? ყავა. აშკარად ყავა. სწორი პასუხია ყავა. აუ ყავა. მაკოფეს სუნი ქონდა რა. თითო ქულა სოდომს და გომორს. ანუ კარჩე ხილები არ არის ანუ. ჩარ. ჩავიჯვით. მაინც დააკამბექებ შეჩემა. ბიჭო შეება რამეს ცოტნე სუნი კონდეს და ჩვენ ვერ გამოვიცნობთ. ხო მაგრამ პროცესონი თუ მოვიდა ხო შენ მარტივად მიხვდები. აი მეგობრებო უყურეთ როგორ შეიძლება ერთმანეთს ესე საუბარი. ერთმანეთ უნდა გიყვარდეს მეგობრებო. ვახო შენ განწირული ხარ ამ ეპიზოდში და ძალიან როგორ განწირული. ცუდი არაფერი არ მეთქვა. არა ხო არა. გამორთო. ეს მართლა რა არის ბიჭო არ გამოვქლიავდე.
აუ ეს რა არის? სანთებელას არ გავუკიდე. მახარა ჩუმად არის, ნახე, იცის უეჭველი ნაბოზარმა. შანსი არ არის. აუ ეს რა საზის რობაი. ამას ბიჭო, რაღაცა იმის ბევრი მსჯელობა არ უნდა. ამას მანქანაში მართლა კიდებენ? ვიღაცა კიდევ ალბათ იყიდება. მოიცა. ერთი წუთი კალა. ხო არის სუნი უნდა გაიგოს. კალა. ფიქრისთვის ბიჭო 10 ტონის სუნი აქვს ძალიან. აი ზუსტად მაგასო მანქანაში კიდევენ. ანუ ის სუნი არ მესმის. ეს ხელს შეიძლება? კი. დავაცალოთ ორი წამი. აუ იმენა მოვეფერე ტიპს ხელზე. არა ვახო ეგ სხვა რაღაცა მაგას ნუსუნავ. კალას 0 ქულა აქვს, შევახსენებ მაყურებელს ვახოს და მახარას თითო ქულა. ჰა. ვახო, კალა მზად ხარ? ანუ კარგი სუნი უნდა იყოს, ხო? კაი, ყურადღება, ვითვლი. მომზადეთ პასუხი. კაი. 3 2 წავიდა. ევკალიპტი, კრასკა. ევკალიპტი. კაი, კალა რა თქვი? კრასკა. საღებავი შეჩება. კრასკის სუნი უგიკიდია, კაი. მალიანების სუნი. აუ, ვერ მოვიფიქრე. მე ჩამოვკიდები რა. კაი, ყურადღება, სწორი პასუხია მარწყვი. მარწყვი. ანაირად ჩემი ანუ სადღაც ვიფიქრე დასპიცაო. აი სადღაც ვიფიქრე მარწყვი. გეხოთ იცი რომელი მარწყვის სუნი აქვს? აი ბოლოს თემოთ რო რჩება ხოლმე და ბუზები რო ასევე და უკვე ობილო აქვს. არა, მარწყვის სუნი იგზნობოდა შორიდან მოდი. ხელებზე ხო სუნი აგვდის და ერთმანეთში. აუ ხელზე რა სუნი მაქვს ჩემი. ესეთი სუნი 14 წელს არ გქონდა ხელზე. აი, მოდის შემდეგი ყურადღება. რამდენი დარჩა ჩიკო? სამში არის 7 ან 8. კაი ბლომად სუნები ყოფილა. ბიჭო, ეხლა სუნები აგვერევა და ეს რა? ყავა დასუნე, ყავა. ტამპონია. ტამპონი. ტამპონი. ჯო. აი ეს ჩემზე საზიზღარია ბიჭო. ანუ ბიჭო, იცი რა რაღაცად ბატკანი. ბატკანი, მახარ ბატკანი და კლუჩები. სუნი ხო იგზნობა? ბიჭო, მე მგონი. ხო, მიდი. რაღაცეებია. ეს რა, ჩამოსაკიდებელი. ხო. აი ეს არის შასხმელი. გადააწოდე. ესე, ანუ ახალი მანქანის სუნი, ან ეგეთი სუნი შეიძლება რომ ვთქვათ? არ ვიცი, თქვენ უნდა თქვათ რისი სუნია? აუ, რა კარგია. ხო, და აი რაღაც ახალი მანქანის სუნი აქვს რა. ნორჩი? მაგრა გაასწორა. არა, არ მივხვდი, მაგრამ გაასწორა. ორი სუნი რო თქვა? ერთი. ანუ ეგეთი ზემოაზიური ზღვის სუნია რაღაც. ეგეთ შეიძლება იყოს? ზემოაზიური ზღვის სუნი. რამდენი აზია და ზემო არ არის, რაღამ ზემო თქვის. ზემოაზიური ზღვის სუნი. ახშები. ზემოაზიური ზღვა. მზად ხარ? აუ, კაი, აჯ გვეკაიფები რა არის. მომე რა დამიბრუნე რა ეს წუთი. ვაფშე ვერ ხვდები. chat GPT-ს ეკითხები ხოლმე ამას თუ არა, ანუ სუნები ვიყიდე და აწერია რისი სუნი არის. აგერ მიეც, აჰა, აი ეს შევარიგე მეგობრებო. ეს ორი დაპირეს პრობლემა ხარ. კაი, შენ რო თქვი წერა, ხახევ გაგინებსო, აი მაგის გამო მაგინებს ხახი. არა, ვახო არის ჩვენი ძმა. აი ეს უკვე ნაგინები აქვთ. კაი, ეს აკაუნტი მაგ იმით შევაგინებ ხალხ. კაი, ყურადღება ვითვლი რა, დრო არის უკვე 3 2 წავიდა. კაკალი. თაფლი. თავიდან თქვით? კაკალი. თაფლი. ალო ტყეგირში რა არის ეცემა. აი, ყურადღება. პროსტა ტყეგირში და ის რა შუაში თამბაქოს სუნი იყო ეს. აუ, ბაზარი არ არის, ბიჭო. იმას ვფიქრობდი რა, სიგარას ვფიქრობდი. თამბაქოს სუნი როგორ ვერიცანი מחარ. სიგარას მე ამას მევყიდებ ყლეს. მაგიტო თქვი ბიჭო, მომისმენე ორი და ესა, აჩო, ორს მაგიტო ვამბდი რა. აჩკო, თამბაქოს ის რა თქმა უნდა. მანქანაში რატო კიდებენ თამბაქოს იმას? არა, აჩკოს არ უნდა, იმიტომ რომ 20 პაჭკას. მოდის შემდეგი ყურადღება. კიდე მოდის კაცო. აუ, რა კვერცხი ვარ რა, მარწყვის აზამთრ. კარტოფილი არ მოდის ჩიფსეებში. კარტოფილი. გადავები? ზუსტად ვიცი რაც არის შეჩემა. შენ გიყიდია ხო? არ ვიცი, გადააწოდე. ზუსტად ვიცი შეჩემა. აი. დაჟე შემიძლია ბრენდი ვთქვა. ეს რა არის? ბრენდი ვარ, ბრენდი. შეიგნეთ. კალა, მანქანით ხარ ხო? ხო. ახალ სუნს გაგატან საჩუქრად. რა არის ესა ამას? არა, ნებისმიერს რომელიც მოგეწონა. თამბაქო კაი იყო. ეს რა არის? თქვა, ჩამითვლი რო ვთქვა. რანა ერთდროულად უნდა თქვა შეჩემ. რა არის? არა, ზუსტად უნდა თქვა, რომ ჩაგითვალო ფულა. რა არის? ხო და ერთ წუთი מחარ. ჯერ ერთდროულად. სარო. აუ, ვერ ხვდები. საროს ის არის სუნები? საროს სუნი არის ეს კონკრეტულად. მართლა? სარიშვილს არ ასდის ეს სუნი არა. ანუ იმას ვიზახი. GS არის, ანუ სარიშვილის ის არის რამე ბრენდი GS? ანუ
ჯოებში არის ერთ-ერთი კაც პატარა კაც უნდა იყო ხო აშკარად ხელი მოხდე ჯოები კაი ვერ ხვდები ბიჭო გამოვშტე სარიშვილის სუნი კაი ყურადღება 3-მდე ვითვლი ხო ეგ 3 2 1 საპონი საპონის სუნით არა მახარ რა ხო გითხარი რაც არის ხო და ის ემო უნდა ვთქვა არომატი ვერ მიხვდეთ მე მგონი სარიშვილის არომატია ანუ ეს არის კონკრეტულად სარიშვილის არომატი არაწერია ხო ეგ არის აუ იცი მახარას 2 ქულა მეც ეგ ვთქვი ეგ არის თქო სარიშვილის პასუხი მეთქი არ ვიციო აი მან თქვა ბოლოს ხო იმას თქვა ბოლოს კი კაი ეგრე ქვია სარიშვილის არომატი ხო ეგრე და როგორი სარიშვილი აი არა მე მივხვდი რომ ეგ პლიანი სარიშვილია ახალბანავების სარიშვილია აჩი რა სარიშვილის არომატი შეჩემა ანუ მომისმენე ანუ ეგ ბრენდი მეც ვთქვი ეგრეც მაგრამ ეგ არის ბრენდი ვარ შეიგნათ აი მაგალითად ბოდიში ეწვით გითხოთ რა აი ბუნებაში არსებობს სარიშვილის არომატი სადა ბუნებაში აი ვჟიზნე რა ვახო ეს თამაში არ არის ბუნების არომატები უნდა გამოიცნო ეს თამაში არის რისის უნია უნდა გამოიცნო რა არომატია ეს იმენა ვიცნო ესა ვარდი თუ არ იყოს მე ვიყო ძმა მე მგონი შეიძლება ამ გადაცემაში პირველად უთხრა ვახო ხარ და თან მე მგონი დაამატა აქამდე დარწმუნებული იყო კი გეყო მედი აუ გადააწოდე აჰა გამართი აუ ბიჭო რა სუნი აღარ აქვს შეჩემა ზუსტად ვიცი რაც არის დაითვალე აჩი ოიცო ბიჭო რა ეს არის დილოლი მიდი კალა თუ კონდეს რამის არაფრის სუნი არ აქვს აჩი ხო აჩი არ ვიცი შეეო რა თავი და ვერ გეტყვი ბიჭო ანუ კალა ვეღარ ბიჭო გძნობ კითხვა ხო არ არის შეჩემა სუნი უნდა ვახო გამოიწვიო შემზადგა ხო პასუხი კი დაახლოებით კაი ყურადღება ვითვლი 3 2 წავიდა მარწყვის კევი საზამთრო ჟოლო და მარწყვის მარწყვის კევის სუნი ყურადღება სწორი პასუხია საზამთრო ახარას 3 ქულა და ბიჭო რა აჩი არც ეს აი სანამ აქ მოვიდა ვახოს აქედან საზამთრო სუნი მომიდა რო დავსუნი აღარ ქონდა უკვე ახლოდან სუნავდა ჩემთოს ხო შორიდან აი ეხა კალასგან დავიწყებ ვიცოდი რომ საზამთრო იყო მიდი ხა დაიწყო რა ჟოლოში მე მგონი აწერია და იყურება ეს რა ვინ აი ესა რა ვინ საერთოდ ერთხულას ხარ ვინ რა ერთხულასაც არ ვარ შეცე ნოლს ხარ ვინო ბიჭო ანუ ღმერთო მაინც ის რო აქ რა ჰარვარდი რო აქ ჰარვარდის უნივერსიტეტში მოტყავს მე ერთი ბიჭი და ხო მომე აი ის მიაწოდე აჩიკო აი ეს დააჭერინე ხელში აჩიკო აი ეს და მაგას მარილის სუნი აქ ვიცით ბიჭო აი ზღვის სუნი ეგრე როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ზღვის სუნი ხო მახარას აქვს 3 ქულა ვახოს აქვს 1 ქულა და ვახო კალას აქვს 0 ქულა ოკეი კიდე ის არის სარიშვილის ძაღლი კაცი კარჩი ანუ საზამთროდან ეს ვიცოდი რა მან დებილები კალა დღეს კობრას არომატით შეგიძლია მანუს შეხვდე არიელის სუნი აქ დედას ვიცავ ონდისა მულტფილმი არიელი რო არის ეგ არა ის არის საფრთხილი არიელი რო არიელი საუგესო ფრინლი ეს ჯო არის ხო ბიჭო ძალიან ახლოს სუნავდი მართლა მგონი და ძალიან ახლოს აქ და ის ყველაფერს ერთი სუნი აქვს ხო კაი მახარ მინიმუმ ზათავრაც დავითვალო ესეც სარიშვილის რა კაცშნა იყო ეს საშკარად ანუ სარიშვილის კონკრეტული არის ჯო მე მგონი ლითლ ჯო სარიშვილის არ არის რომელზეც GS ყურადღება 3 2 წავიდა პორტოხალი პიტნა მახარ ვანილი პორტოხალი სწორი პასუხია ტროპიკული ხილის მიქსი ვიდინა აუ გააჯუი ხა შეგვიძლია მოვიხსნათ დამთავრდა თამაში ტროპიკული ხილის მიქსი და მახარ პორტოხალის ფერი იყო ფრიქს ფერი იყო აუ ჩემი დედა მოიცა გაუმზადო შეჭა სამი ლარი ყიდა ესა ვა ნახე შეჭა ფეთქდება ეს აღის ეს ლარნახევარი შეჭმა ყუთიანა თო ეს ხო შეიძლება გასხია შეჭა ხო და გამიმართლა მაგითო წავაგე ვიცოდი რომ ეს შემიძლია რომ წავიღო ხო სანა დაიწყო სუსუნე იმენა საჩუქრად არის კალა ეს კი შეგიძლია კი იმენა ეს ასხია დასვინე არ შეეშალო შეჭმა გამოიწია არ მოგასხა შენ ბიჭო იმენა ის რამდენად დავისხო უნდა გაიჟღინთო აუ რა ობა გეღაძები ქორწილში წასვლამდე რომ ფეხსას მეძრო ისხავდე ხოლმე აი ფეხსას მეძრო ისხავდე ხოლმე ქორწილების წასვლამდე გეხოძე მე ქენი რა გთხოვ
ფეხსაცმელზე. მათემატიკის მასწავლებელი ვარ შეჭი. აუ მიდი ფეხსაცმელზე დაისხი რა. ეს რო ისე ხომ ძველად ტყავის ტუფლებზე რო ისხავდნენ. მიდი. აუ სტუდია აყროლდა. ძალიან მოგდის ნი. როგორ ეს ჩამოვიკიდე? კაი, ყველაზე კაი რომელი იყო სხვათა შორის? შეკითხვა. თან მართლა? ძალიან მაგარია. იმიტო და ვა. თამბაქო არა ის იყო. ძალიან კარგი. არა, ბიჭო. თამბაქო ძალიან კარგი იყო. რაღაცა ისუნი აქვს ისეთი რა, აი. აუ, ძალიან კარგია. ნანახია ვერცა. შავა კოსტუმიანი კაცი. მე ვეღარ ვზნო ას გაიგებდა და ოჩ. ბოლო წენდონტენა რიგრიგობით ჩამოთვალეთ დღესდღეობით მსოფლიო ქვეყნების ლიდერები. პირველი ვისაც ამოეწურა პრესკონფერენცია უნდა გამართოს, სადაც ძალიან სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვაზე უნდა გაიმართლოს თავი. დანარჩენი ორი ჟურნალისტები არიან. დაიწყო სკალა მაშინ. სკალა. დაჟე. რა უნდა ჩამოთვალოთ ლიდერები? მსოფლიო ქვეყნების ლიდერები. ლიდერში რა ითქვა პრეზიდენტი ითვლება? სახელმწიფოს ლიდერი, ხო. ვინც არის მთავარი კაცი? პირველი პირი. იმ ქვეყანაში და ვიცოდე საპარლამენტო არჩევნ ყობახიძე. ხო, მახარ. უგუგადე ერთ ტომის ლიდერია. ტომები არ ითვლება. მაკრონი. ხო, ვახო. ტინი. ვინ? ტინი. პუტინის ოჯახში. ზელენსკი. ოკეი, მახარ. ვიყო სირია. ბაშარ ასადი. ბაშარ ალ-ასადი. არა, არ ითვლება. აღარ რატო არა, ხო იყო. აღარ არის ბაშარ ალ-ასადი ძმა. ოსამა ბილდენი. ადმინისტრირებული რომ მოყდა. რა უკვე შეჩება. დავით აღაშენებელი თქვი რა ძმობა. კაი, დრო უნდა ჩაგირთო 20. ისა რა დრო შეჩება შეხო. პინოშეტი. ისა ტრამპი ხო კაი. ხო, ჩაითვალა, ვახო. ფაშინიანი. მიკროფონი შორს გაკ. ფაშინიანი. ჩაითვალა, კალა. ალიევი? ჩაითვალა, მახარ. ბიჭო, გერმანიას რა ქვია მაგის? გერმანიას ვერ გამოიცნობ, ახალი ყავთ ახლა. შანსია რა. კანცლერი. ხო და ახალი ყავთ, აზრი არა. ახალი ყავთ. ახალი. აი ულვაშები რო ქონდა ესე ხო? აგა ესე კაცი. და რო ხატავდა რაღაცეებს, ავსტრიელი იყო. მინიშნევა. პრინცი ჰამადი. ვინ? რა ბიჭო? პრინცი ჰამადი. რომელი ქვეყნის ლიდერი არის, მითხარი? დუბაიში, პრინცი ჰამადი. ანუ ერთოთი აქ ჩვენ მიგგონი ვართ მაინც. პრინცი ჰამადი ვინ არის? პრინცი. აი მიდი და არ მე პრინცი ჰამადი არის. აი თუ ჩაითვლე, მაგრამ მე მაგ, მაგრამ კაი. ანუ ძალიან გრძელი სახელი აქვს. ხო და ჰამადის მაგრამ ჰამადი არ სადარურევია. ხო, რაი. მოჰამედი ურევია, თუ ეგ. მოჰამედი ყველას. კაი ახლა პრინც მოჰამედს ვიტყვი და პრინც მოჰამედი შევიდა თქვა და 10 ჯერ, იმიტომ რომ პრინცი ჰამადიო შეჭ. ყველას რა პრინცი შეესყავს მოჰამედი. ეგ ჩაია და აჰმადი ქვია და პრინცი. პრინცი არ უნდა ეთქვა, აი პრინც მოდა. პრინცი ჰამადი. უფლის წული. მე ჰამადი შეჭება. ჰერაკუქემ ჰევესი შეჭება. ჰამადი. უჩები. მახარ წააგე. არ თან ციცლი შენ ვინ ყავდა, ვახო? ვინ ყავდა? ერდოღანი კაცი. მეც ერდოღანი ვიყავ. ნეთენიაჰუ არ გაგაცნობა. აი, დენია კიდე. ის სიძინპინი და ვიღაცა. აუ, შეიძლება კორეა. ბელარუსის პრეზიდენტი. ბელარუსის პრეზიდენტს ვიტყოდი ბოლო-ბოლო, აუ, ვიცი. ხო, კაია. ა რუმინეთის პრეზიდენტი. შემდეგაცემაში შეკითხა ბარემში. ვიხუმრე. კაი, ყურადღება. იწყება პრესკონფერენცია. მახარ არის ქვეყნის ლიდერი. პრინცი ჰამადი. პრინცი ჰამადი. და თქვენ ხარ ჟურნალისტები. გაიპარა ძალიან სენსიტიური ინფორმაცია. აკითხებს ჩვენ. შეკითხებს თქვენ უსაუთ და რა ინფორმაცია გაიპარა, ნელა გავიგებთ ყველანი რა. ხარ დაიწყე. ბატონო ჰამად, ხომ არ უკავშირდება ეს თქვენ სექსუალურ ცხოვრებას? ხა. სამწუხაროდ არ უკავშირდება. მოხდა დალოგინება სხვა იუზერით, რის გამოც დაექსპორტდა ჩათი და შემთხვევით გადაეგზავნა სოფლიო ფედერაციის ჩათში ჩავარდა, არ ვიცი ბავშვი იყო, ვინ იყო, არ ვიცი. ამაზე მუშაობს სპეციალური უწყება, რომელიც გამოიკვლევს ამ საკითხს და დასაჯელი დაიჯდება. ხელს იწევენ. ზანეთ პრინცო ჰამად გამარჯობა, ჟურნალ გამოცემა Georgian Prime Times News-ი თქვენ ჰამადს თქვენ ეს ორგიაში იღებდით მონაწილეობას და რა სისულელებს გვიყვებით ხა ვინ გაის მართალია თავიდან რამდენი მამაკაცი იყავით, რამდენი კალბატონი გითხრათ თავიდან იყო ორიგია მე კვარტეტი ვიყოთო და ორი კიდე დაემატა ზევიდან და მე რაღაც ვერ გამოდიოდა ერთი გაუშვით ტრიო მე მანდილი დავიქვით და ესე უცებ აირია
ბატონო ჰამად, კითხვა მექნება, რაიმე ჰამადი თუ შეიძლება. პრინცო ჰამად. პრინცო ჰამად, რაიმე სახელწოდება ხო არ და არ გვთ ამ სპეცოპერაციას გვაინტერესებს. ამას ირქვა რომ გამოიღებ მიაფაროს ხამარში იყოს. თუმცა აი მიფარების დროს რაღაცა პატარა ტექნიკური ხარვეზი იყო და ვერ მივაფარეთ. გისმენთ? პლანეტ. გამარჯობა. ჩვენ ვართ ქართველი მამების ორგანიზაცია. გისმენთ? ჰამად. ამაზე ნისაყურებელი იყო პირველ რიგში ის, რაც ჩვენ ნახეთ, როგორ გიქანავებდათ თქვენ ზემო აზიის უფლისწული პრინცი. მამი, შენ სხვა რაღაც ნახე საერთოდ ეს არ იყო, ეს იყო მე რა მინდა რა ვთქვა რა ეხლა. მე მინდა ვთქვა რომ საერთოდ ფხიზელეთ თუ ბრძანდებით ეხლა ეს რა ერთი რო ჩაბეროთ შეგიძლიათ? მეგობრებო, ჩვენ შოუს პრინცი ჰამადი დაასრულებს თავისი გალობის კრებული. ერთი წუთი პრინცო ჰამადი ერთი წამით. მე და შენ მუჩლის სიყვარს შევასრულოთ რა. ხო, ეგეც არის. პრინცი ჰამადი ერთი წუთით გამოგაცხადოთ. პრინცი ჰამადი დაასრულებს დღევანდელ თავის პრესკონფერენციას თავისივე ნაწარმოების კრებულით. სამურს ვაკნესებ რომ უნდა რომ გააკეთოს. არა, ეს იქნება ტუტორიალი, პატარა პრევიუ, რაც ხდებოდა ვიდეოში მორგიაში, აი ხა გააკეთებს ის.